საღამოშიდობის დღეს ორშაბათია და პირველი არხის ეთერში ტრადიციულად საფეხბურთო არენის დრო არის. ჩვენ დღევანდელი ვრცელი გადაცემა იქნება. წარმოდგენილი არიან სტუდიაში საქართველოს უმაღლესი ლიგის მოასპარეზე კლუბები. ყველა არ არის სამწუხაროდ. რამდენიმე კლუბის წარმომადგენელმა ვერ შეძლო მოსვლა. და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ბატონ რევაზ არველაძე, ასევე ჩართვაში გვეყოლება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი. თემა ერთი არ იქნება, ალბათ რამდენიმე თემაზე გვექნება საუბარი და ალბათ გასაგებიც არის მთავარი ალბათ ის რომ დღეს გადაწყდა და ის თანხა რაზეც იყო საუბარი, შეპირებული თანხა ფეხბურთის ფედერაცია გადაუხდის კლუბებს და ბუნებრივია ვერაულით გვერდ საჯების თემას და ვისაუბრებ ზოგადად მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე. სადამ სტუდიაში დავბრუნდებოდეთ, მე მინდა შემოგთავაზოთ მე-7 ტურის შეხვედრები, 8-ვე შეხვედრის მცირე სიუჟეტი და შემდეგ უკვე დავბრუნდით და განვაგრძოთ საუბარი. გორში დილამ დინამოს უმასპინძლა. მატჩი სანახაობრივი ვერ გამოდგა და მაყურებელმაც პირველ ტაიმში მხოლოდ ორი სახიფათო მომენტი იხილა. 25 წუთზე არაბულის თავური დარტყმა ასწდა თბილისელთა კარს. 2 წუთში კი საპირისპირო კართან შეიქმნა ხიფათი. სომხიშვილმა პაპუნაშვილის დარტყმა გაჭიროებით მოიგერია. მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა. 95 წუთზე ქარქუსაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მეტოქის გაძევებამ დინამო ცოტა გამოაცოცხლა და სომხიშვილის კარს უფრო აქტიურად შეუტია. 97 წუთზე კარის აღებას ჯერ ძარია ცდილობდა. შემდეგ კაკაბაძე, რომლის დარტყმული ბურთით ძელმა მოიგერია. ბოლოს კი პაპავას არ გაუმართლა. პაპუნაშვილის სახიფათო დარტყმა მატჩის ბოლო ეპიზოდი აღმოჩნდა. თამაში უგოლო ფრით დასრულდა. ვიყავდი მზად ესეთი ბრძოლისთვის და პრინციპში მთლიან თამაშს შეეხება ვფიქრობ რომ საკმაოდ საინტერესო თამაში იხელა მაყურებელმა. შემიძლია ვთქვა რომ თანაბრად ჩაიარა თამაშმა. ჩვენ გქონდა ვთქვათ იქ პირველ ტაიმში კარგი მომენტი, როცა ძელს მოხვდა ბურთი. მეორე ტაიმის ბოლოსაც შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ მთლიანობაში ვიტყვი რომ ალბათ პრე ლოგიკური შედეგია დღევანდელი მატჩთან გამომდინარე. დინამო ლიდერია. 6 თამაშიდან 5 თამაში დაუბრუნებლად ჩაგაიარა, თავისუფლად მოიგო, აქედან გამომდინარე ველოდებოდით რთულ თამაშს. დაემატა ისიც რომ წინა თამაში ჩვენ საჩხერეში წავაგეთ. დღევანდელ დღეს წაგების უფლება არ ქონდა. უკვე რაც შეეხება უშუალოდ თამაშის პროცესებს, მე ვიტყოდი რომ უფრო მეტი ორთაბრძოლები იყო, ვიდრე სანახაობრივი მხარე. აქედან გამომდინარე მომენტებიც ნაკლები იყო და მე ვფიქრობ რომ ლოგიკური დასასრული იყო ამ თამაშის. ორიგი სამიქულა მიითვალა ფოთის კოლხეთმა, რომელმაც სიონს ამჯერად ქობულეთში უმასპინძლა. შეხვედრის ერთადერთი გოლი დებიუტშივე გავიდა. გათა სიჭინავამ ბურთიანა დიდი მანძილი გაირბინა და საბოლოოდ ზურაბ ბათიაშვილს მახვილი კუთხიდან აუღებელი დაურტყა. ალევე ნომინალურ მასპინძლებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ გუგუჩიას ჩაწოდების შემდეგ ამბროლაძის დარტყმა მეკარემ აიღო. თავის მხრივ მომენტებს ქმნიდნენ სტუმრებიც. 23 წუთზე მიზანს განუგრავას თავური ასწდა. ტაიმის მიწურულს იგივე განუგრავა გატანას ამჯერად შორი მანძილიდან ცდილობდა, მაგრამ სეფიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 55 წუთზე არაზუსტი უკვე უგულავას თავური გამოდგა. მატჩის უკანასკნელი სახიფათო მომენტი ისევ მასპინძლებმა შექმნეს. მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩენილმა ნიკა სიჭინავამ მართალია მიზანს ააცილა, მაგრამ მის გუნდს გამარჯვებისთვის საბოლოოდ ესეც ერქვა. სატურნეს გულში ვიყავით, ეს მოგება იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ძალიან არ ჩამორჩენილი ყავით უკვე გუნდებს, როცა გვეგო ესეთ ძალიან დიდი სხვაობა იქნებოდა, რომ მე ამოქაჩვა ძალიან ძნელი იყო, რა ვიცი, თავარი იყო გავიმარჯვეთ, გახარებული ვარ, რომ ჩემი გოლი გავიმარჯვეთ და რა ვიცი, მომავალშიც ასევე წარმატებულად გავაგრძელებთ თამაში. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მატჩი, იმიტომ რომ ცხრილიდან გამომდინარე ჩვენ უკან დასახევი გზა არ გქონდა, მე მოხარული ვარ, რომ ისეთ ძლიერ გუნდს, როგორც საქართველოს პოლისი სიონია სიონთან გავიმარჯვე და ბიჭებმა ის დავალება რაც იყო მიცემული თამაშის ყველაფერი კარგად შეასრულეს და მოვიპოვეთ 3 ქულა. როგორც უნდა შევაფასო წაგებული თამაში, რო გითხრათ რომ ფოთის კოლხეთმა დღეს ფეხბურთი ითამაშა, შეიძლება ცოტა მოგვიგო თამაში, როგორც მოგვიგო თამაში, ბურთი ყოველთვის ხვდებით როგორ არის, ხან ესე შეუტევს ერთი გუნდი, ერთი შეიძლება ერთხელ დაარტყეს კარებში და მეორე ტაიმში ერთი კონჩეტევა იყო. ამის მერე ორი ტაიმი კარგად იჯდნენ.
დაცვაში და თავისი მწვრთნელის დავალება შეასრულეს, რაც შეეხება ჩემებს, იყო ანარქია და ამ თამაშს ყველაფერს გავარჩევთ, გავაანალიზებ და შემდეგ თამაში ითამაშებს ის ხალხი, ვინცაც ესმის თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე. მარტვილში სტადიონის რეკონსტრუქციის დასრულებამდე მერანმა სამტრედიაში მორიგი შეხვედრა გამართა და ჩიხურასთან 3 ქულა მოიპოვა. საჩხერელებმა შეხვედრა უღიმღამოდ ჩაატარეს. მასპინძლებმა კი თამაში იღბლიანად დაიწყეს. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი სტუმართა მცველმა უხეიროდ მოიგერია და ციცხვაია მანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს მერანმა უპირატესობა გაზარდა. მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით გეგეჭკორმა ისარგებლა და ციცხვაია მოძებნა, რომელმაც ჩიხურას კარი მეორე დაიღო. მეორე ტაიმში ციცხვაიას ჰეტრიკის შესრულებად შეეძლო. მერანის თავდამსხმელს მორიგი შანსი შულაიას მშვენიერი გადაცემის შემდეგ მიეცა, მაგრამ ამჯერად ჩიხურა გადარჩა. პირველ ნახევარში საჩხერელებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ. სოსო ფრუიძის გუნდმა მეორე ტაიმში კი შეუტია, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. მერანი კი ბოლო წუთებამდე უტევდა. სახიფათო გამოდგა წურწუმიას დარტყმა, მაგრამ სტუმრები ძელმა იხსნა. მერანმა დამსახურებულად გაიმარჯვა 2-0 და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი მომენტები იყო, დიდი ანგარიში შეიძლება და დამთავრებულიყო ეს თამაში. ბიჭებმა იბრძოლეს, ითამაშეს და ვფიქრობ, სანახაობრივი თამაშიც იყო რა. უბრალოდ მარტვილის ყველა გულშემატკივრს, ვისაც გავხარდა დავალებული მოგება. იცით რომ ჩვენ ძალიან მოკლე სკამი გვაქვს. ის ორი ფეხბურთელი, რომელიც თქვა ჩვენ გვაქვს დღეს ამ ჩვენი გუნდისთვის ამ ეტაპზე ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ამ თამაშს, რომელიც თქვა ჩვენ დღეს ვითამაშეთ და გამართლება არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ მოწინააღმდეგე იბრძოლა, გამოვიდა და რაც შეეძლო მაქსიმუმი დადო, ну არა ის ბავშვური შეცდომები, რომლებიც ჩვენ გოლები მივიღეთ, ალბათ ბავშვებშიც არ ხდება ასეთი ბურთის მიღება, ასეთი გოლების გაშვება. მიუხედავად ამისა, გქონდა ჩვენ მომენტები, რომელიც შეიძლებოდა პრემაინც დაგვემთავრებინა, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ თქვათ უფრო მეტი იბრძოლეს და უფრო მეტი რო იტყვიან მოინდომეს მოწინააღმდეგემ, მე ვფიქრობ რომ დამსახურებულად მოიგეს. სამი ქულით წამოვიდა ჩელი არენადან სამტრედია. გელა სანაიას გუნდმა შუქურა მე-19 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. გიგა ბეჭვაიამ ბურთს კუთხურის ხაზთან მიუსწრო და ერთი შეხებით ჩააწოდა. კარიდან გამოსულმა თეიმურაზ კაკალაძე მისი ხელებში შემაგრება ვერ შეძლო, რითაც გორგიაშვილმა კარგად ისარგებლა და იმერლები დააწინაურა. კატანასთან ახლოს მასპინძლები 27 წუთზე იყვნენ. უხიანიძის კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ჩაფიძე გავიდა, თუმცა მუჯრიშვილს ვერ აჯობა. სამტრედიელთა კიპერს ამ ბურთის მოგერიება ძვირად დაუჯდა. ეპიზოდის დასრულებისთანავე იგი შესაძლებელი გახდა. აჭარლებს გათანაბრება მეორე ტაიმის დებიუტში შეეძლოთ, მაგრამ ტუღუშის მიერ ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული ბურთი მეტოქის კარს ზემოდან გადასცდა. მატჩი დარჩენილ დროშით ანალოგიური სცენარით გაგრძელდა, მაგრამ მასპინძლებმა მცდელობების მიუხედავად სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს და საბოლოოდ უქულოდ დარჩნა. გობულეთი კარგი გუნდია, ყოველთვის ძნელია აქ თამაში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ, მე ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ ეს თამაშიდან. პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, გოლი გავიტანეთ, შესაბამისად მეორე ტაიმში გადავეწყვეთ, კონჩეტოებზე ვცდილობდით გოლის გატანას, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ერთი გოლი, ასე რომ დიდი მადლობა ფეხბურთელებს, მადლობა გულშემატკივრებს და სამტრედიამ კიდევ ერთი 3 ქულა ჩაიწერა. მიხეილ მესხის სათადარიგო მინდორზე ცხინვალის სპარტაკმა ზუგდიდი მიიღო. მასპინძლებს საწყის 20 წუთში დამაჯერებლობა აკლდათ და ხიფათი ძირითადად მათ კართან იქნებოდა. სპარტაკმა თამაში პირველი ტაიმის მეორე ნახევარში გამოასწორა და თევდორაძის კარტანაც ხიფათმა იმატა. 26 წუთზე გატანა შინდაგორიძეს შეეძლო, თუმცა მეკარე მაუღო. მე-40-ზე კი იოსელიანმა ვერ შეძლო შეტევის შედეგიანად დასრულება. მეორე ტაიმში ცხინვალმა ზეწოლას უმატა. შინდაგორიძეს თევდორაძემ კიდევ ერთხელ აუღო ახლოდან დარტყმული ბურთი. 61 წუთზე შინდაგორიძემ თავისას მაინც მიაღწია და ანგარიში გახსნა. ერთი წუთიც არ გასულა და 1-1-ზე გასულმა ივანიშვილმა სხვაობა 2-მდე გაზარდა. მე-13 წუთზე ზუგდიდელებმა ერთი ბურთი გაქვითეს. ხელი თამაშისთვის დანიშნული 11 მეტრიანი დარტყმა ლომიამ გამოიყენა.
77 წუთზე მსაჯმა ქურდაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. მე-80 წუთზე თევდორაძეს თექთურმანიძის დარტყმის მოგერიება მოუწია. რამდენიმე წუთში კი მაკაცარიას შინდაგორიძესთვის რომ დაეგორებინა ბურთი სპარტაკი მესამე გოლს მიითვლიდა. ასე არ მოხდა და მატჩიც მინიმალური სხვაობით 2-1 დასრულდა. ვფიქრობ, რომ ვინც უცოდათ არ უთამაშია. იმ თამაშებთან შედარებით, რაც ვითამაშეთ, უკეთესად ვითამაშეს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამ 10 კაცი დარჩენამ ძალიან დიდი როლი ითამაშა. პირველი ტაიმი მივიტყვი, რომ თანაბარი თამაში იყო, ორივე გუნდს ჰქონდა თქვა საგოლე მომენტი, მაგრამ ესეთი რეალური მომენტი ერთი ჩვენ ჰქონდა, ერთი თქვა მოწინააღმდეგე გუნდს ჰქონდა. მეორე ტაიმის სრული უპირატესობა იყო ჩვენი, თქვა საგოლე მომენტები გამოვიყენეთ, კიდევ ჰქონდა თქვა შესაძლებლები, ისე რომ ბიჭებს მე მინდა დიდი მადლობა დავუთხარ, რთული თამაში იყო და ეს ბიჭების დამსახურება და მინდა მიულოცო ეს გამარჯვება. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ტორპედომ ბათუმის დინამო მიიღო და მოგების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ტორპედო თავიდანვე უპირატესობას ფლობდა. 32 წუთზე ბაბუნაშვილის მშვენიერი გადაცემით დასარტყმულ პოზიციაზე კვერნაძე აღმოჩნდა და შანსი გოლად აქცია. მეორე ტაიმი სანახაობრივად უკეთესი გამოდგა. 52 წუთზე კუთხულიდან ბაბუნაშვილის შეწოდებულ ბურთს თავი აბრამიძემ დაახვედრა და ქუთაისელების უპირატესობა გაზარდა. მასპინძლებს საქმე მომთავრებული ეგონათ, მაგრამ ბათუმელებმა ამის გამო დასაჯეს. სხვაობა გიორგი ბერიაშვილმა შეამცირა. ფლანგური გადაცემის შემდეგ ის ვითარებაში კარგად გაერკვა და ზუსტად დაარტყა. 2 წუთში ბურთის უხეირო მოგერიებისთვის დიასამიძემ ტორპედო მეორე დასაჯა და წონასწორობა აღადგინა. მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ ფრე 2-2. ტორპედომ მეორე ადგილზე დაბრუნების რეალური შანსი ქარს გაატანა. ცხეთა პარკზე ვიჯორჯიამ ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა. ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, თავი კობა შალამბერიძემ გამოიჩინა. ვიჯორჯია მალევე გაათანაბრა ვანო კურდღელაშვილის გოლის წყალობით. 2 წუთის შემდეგ კი ელგუჯა ლობჯანიძე დიდი სისწრაფით შეიჭრა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან შეძლო გოლის გატანა. 59 წუთზე ნიკოლოზ დადიანის მახვილი კუთხიდან დარტყმულის მოგერიება შეძლო ვლადიმერ ზუხბაიამ. 95 წუთზე ანგარიში გათანაბრდა შეცვლაზე შემოსულმა ლევან ინგოროყვამ საჯარიმოში ჩააწოდა. შეტევაში ჩართულმა ჟვანიამ კი თავით შეაგდო. მომდევნო ტურში ვიჯორჯია სტუმრად ჩიხურასთან ითამაშებს, ხოლო ლანჩხუთის გურია სპარტაკს მიიღებს. ფოლადის სტადიონზე რუსთავის მეტალურგმა ზესტაფონს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა. სტუმრებმა მატჩი კარგად დაიწყეს. ლაშაგვალიას მშვენიერი გადაცემით გიორგი ფანსულაია სახიფათო პოზიციაზე აღმოჩნდა. მსვლელს გაცდა და ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს ზესტაფონს უპირატესობის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდა. მაგრამ კაპანაძის დარტყმის შემდეგ მეკარე ბედიაშვილმა მეტალურგი გადაარჩინა. წინა ტურის მსგავსად ზესტაფონი მეორე ტაიმში ამჯერადაც მოდუნდა. მეტალურგმა კი წონასწორობა აღადგინა. საჯარიმო დარტყმით ვარლამ კილასონიამ მეკარე პავლოვიჩი და სტუმრები სახტად დატოვა. 2 წუთში კილასონიამ რუსთაველები დააწინაურა. საჯარიმოში კიტეიშვილი წააქციეს სტანდარტის შესრულება ისევ ახალგაზრდა მცველს მიანდეს, რომელმაც ამჯერადაც უნაკლოდ დაარტყა. ზესტაფონმა წონასწორობა მაინც აღადგინა. ფერეირას საქცევისთვის დანიშნული პენალტი შარიქაძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2-2. მთლიანობაში დაძაბული მატჩი გამოდგა. ზესტაფონი ძალიან კარგად დაკომპლექტებული და კაი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი არის. სპორებ გავლილი გუნდი არის. ჩვენ რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ჩვენ ახალგაზრდა ბიჭები ვართ. პირობა ჩვენ არ გვაქვს ელემენტარული და რა ჩვენი ბრძოლით და სულისკვეთებით რაც შეგვიძლია მინდორზე გამოვდივართ და თავს ვდებთ რომ ვითამაშოთ. პირველი ნახევარი საკმაოდ სუსტად ჩავატარეთ. არაფერი განსაკუთრებული მიუთითეთ, რა თქმა უნდა, იმ შეცდომებისკენ, რასაც ჩვენ უშვებდით, უნდა გაგვეზარდა მოძრაობა, იმიტომ ძალიან ნელა და რაღაც ინერტულები ვიყავით, აგრესია გავზარდეთ, მეტოქის ნახევარზე უკვე კომბინირებული ფეხბურთი ვითამაშეთ და მთლიანობაში ცოტა დაგვაკლა თამაშის მოგებამდე. თუმცა მე ვთვლი, რომ ლოგიკური შედეგი ალბათ მაინც ფრე იყო. წელს სრულებების გამო ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, დავიმატეთ. კი არ დავიმატეთ, უბრალოდ დუბ შემადგენლობიდან ამოვწიეთ რამოდენიმე ფეხბურთელი და ალბათ ჩემი აზრით გამოუცდელობის ბრალია.
მაშასე ასეთი იყო მე-7 ტური, მომდევნო მე-8 ტური 4 და 5 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ, დღეს შედგა ტრადიციული შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უმაღლეს და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს შორის. დღეს ნაწილი, როგორც უკვე გითხარით, წარმოდგენილი არიან და საუბარი იყო, რომ ის დაპირება, რაც იყო კლუბების მიმართ, რომ თანხას მიიღებდნენ ისინი ბოლო მომენტში აღარ იყო, რა გაურკვეველი იყო ეს ყველაფერი. მოხდა ამ თანხების მოძიება და როგორც ითქვა და დღეს გაჟღერდა ამის შესახებ, ფეხბურთის ფედერაცია თავად გადაუხდის კლუბებს ამ თანხებს. რატომ დავიწყეთ ამაზე საუბარი, რადგანაც უკვე ბევრმა ნახა და მეც მინდა შემოგთავაზოთ, რადგანაც 11 ივლისს, როდესაც გაიმართა საქართველოს ფეხბურთის და ფედერაციის აღმასკომის ხდომა, სწორედ ამ ხდომის შემდეგ გაკეთდა ეს ინტერვიუები და ზუსტად ჩვენს ეთერში რაც გავიდა, იგივეს გთავაზობთ. პირველი არის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიად სიჭინავა და შემდეგ უკვე სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი. მე მინდა ეს ინტერვიუები შემოგთავაზო და ამის შემდეგ უკვე პირდაპირ ეთერში გვეყოლება ბატონი ლევან ყიფიანი. სახელმწიფომ აიღო თავის თავზე 3 დღის განმავლობაში მოიძიოს თანხები კლუბების დაფინანსებისკენ. ანუ რომ დაფინანსდეს ერთი წელი. გაზდაზეა ლაპარაკი. 14 იქნება 16 თუ 18, ამას ყველაფერს ვიტყვით პარასკევს, მაგრამ მივდივართ გაზდისკენ. ერთადერთი რაც არის, ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ ის, რომ ბატონმა ლევანიმ პარასკევამდე უკვე მინისტრთან ფინანსთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან უნდა მოამზადონ თანხები, რომელიც თქვა დაეხმარება კლუბებს ამ ერთი წლის განმავლობაში. სრულთლიანად, რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტები ვერ იქნება დაკმაყოფილებული კლუბისთვის, საკმარისი არ იქნება, მაგრამ არის დახმარება, რომელიც გუნდებს მისცემს საშუალებას, რომ სეზონის ბოლომდე, ანუ ზამთრის პერიოდამდე პირველი წრე ჩაამთავროთ ნორმალურად, შემდგომ უკვე ახალი წელი იქნება და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ახალ წლამდე გავაკეთოთ. ჩვენ დავარქვით ესე, რომ ეს იქნება გარდამავალი ეტაპი და გარდამავალი ეტაპი როგორი ფორმატით იქნება, უკვე ეს ის ფინანსები განგვისაზღვრავს, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ, აქედან გამომდინარე სპორტული პრინციპი უნდა იყოს განსაზღვრელი და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერაციის აღმასკომი. მაშასე ეს იყო 8 ივლისი აღმასკომის სხდომის შემდეგ თან იქ შეკრებილნი იყვნენ გულშემატკივრებიც, როგორც ხედავთ, მაშინ ის მდგომარეობა იყო, რომ ამდენი გუნდი იქნებოდა ჯერჯერობით არ იყო გადაწყვეტილი. ამის შემდეგ უკვე დამტკიცდა საბოლოოდ 14 ივლისს გადაწყდა აღმასკომზე, რომ ჩემპიონატი იქნებოდა 16 გუნდიანი. ბატონ ლევან, თუ გესმით ჩვენი ხმა, დიდი მადლობა მინდა გითხრათ პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისათვის, საკმაოდ მძიმე დღე იყო, რამდენადაც მე ვიცი და უბრალოდ მე მინდა თქვენ გააკეთეთ რამდენიმე დღის წინ კომენტარი, რომ სახელმწიფო კლუბებს ესე პირდაპირ არ დაეხმარებოდა. აი ეს იყო 8 ივლისის ჩანაწერი, სადაც თქვენც და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც აცხადებდა, რომ გარკვეულ თანხას დახმარების სახით კლუბები მიიღებდნენ. მას შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და თქვენი პოზიცია შეიცვალა. მოგესალმებით, მივესალმები თქვენ სტუმრებს, მოგახსენებთ და თქვენს ახსენეთ, ეს არ იყო ბოლო აღმასკომი. ბოლო აღმასკომმა გადაწყვეტილება სხვანაირად მიიღო, შესაბამისად ჩვენ გეგმავდით გარდამავალ პერიოდს, რომელიც არ იქნებოდა მტკივნეული გუნდებისთვის და ამ მიმართულებით მივდიოდით. და აქედან გამომდინარე ის კომენტარი, რომელიც იქნა გაკეთებული, ეს იყო წინა შეხვედრის კომენტარი. რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვენ სრულად ვასრულებთ იმ ვალდებულებას, რაც არის დაკისრებული მთავრობის მიერ და სრულად ვაფინანსებთ ფეხბურთის ფედერაციას იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ვახორციელებთ, მაგრამ ეს პროგრამა, რომელიც უნდა შემუშავდეს, შესაბამისად იყო დაგეგმილი და არის დაგეგმილი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, რომელიც მუშავდება, რომელიც არის დამუშავებული და ჩვენი შემოთავაზება იყო ის შემოთავაზება, რომ არ მოხდარიყო ხელოვნური ჩარევა ჩემპიონატში, გუნდების მკვეთრი გაზდა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ ქვეყანაში ამ ტიპის, ამ რაოდენობის გაზდა არ ხდება და არ მომხდარა. ალბათ დამეთანხმებიან მან საფეხბურთო საზოგადოების წევრები ბრძანდებით მან და დამეთანხმებით, რომ 4 გუნდია ბოლო უახლოესი 10 წელიწადია არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ მოუმატია. აქედან გამომდინარე ჩვენ განვახორციელებთ იმ პროგრამას, რომელიც იქნება
ფეხბურთზე ორიენტირებული, განვითარებაზე ორიენტირებული, რომელიც იქნება დადგენილი წესების მიხედვით, იმ წესების მიხედვით, რომელიც გააჩნია თანამედროვე ფეხბურთს, აქედან გამომდინარე, ყისიერ გადაწყვეტილებებს ჩვენ ვერ შევეგუებით, ვერ ვიქნებით უბრალოდ, იმიტომ რომ ეს არ არის ეს ფული არ არის, ასე ვთქვათ, არც სეიფში დევს, არც ხეზე კიდია, რომ მოწყვიტო და უცბად მისცე რომელიმე გუნდს, თუმცა ხელოვნურად ხდება რაღაცნაირად დაძაბვა სიტუაციის, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელი, აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ იმ ფონზე, რაც დღეს ხდება ფეხბურთში, წარმოუდგენელია და მე მინდა ვკითხო მაგ საზოგადოებას, როგორ მიაჩნიათ, რომ ფული უნდა დაიხარჯოს ფეხბურთში, როცა ჩვენ ფედერაციას ვწერთ ერთ წერილს და ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ ითხოვს ფულს, არანაირი განმარტება, არანაირი გეგმა, არანაირი პრიორიტეტების გამოკვეთა, როგორ შეიძლება ფეხბურთში ფულის შადება თან გრძელვადიან პირობებში ვიძახით. მაგ ცნობიანი ადამიანები ფიქრობენ, რომ მარტო უმაღლესი ლიგის და პირველი ლიგის გუნდების დაფინანსებაა ფეხბურთის გამოსწორება, რაც ვცდარად მიმაჩნია და ყველასთან მე ცალ-ცალკე მქონდა შეხვედრები გუნდების წარმომადგენლებთან, ყველასთან ერთად მქონდა შეხვედრა და ბევრჯერ დამიფიქსირებია ის პოზიცია, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს. ასეთ შემთხვევაში ძალიან რთულია ასეთ ვითარებაში თანამშრომლობა, როცა ფეხბურთის ფედერაცია არ მოდის თანამშრომლობაზე და მარტო მიდის იმ თანამშრომლობაში, როცა პოლიცია გამოთქვას სურვილს და ეს შედეგი რაც მივიღეთ, კარგად არის ნაჩვენები, ჩვენ ვერ ვხედავ ვერანაირ პერსპექტივას ფეხბურთის განვითარებისა ესეთი ფორმის თანამშრომლობით. ამიტომ მე მინდა რაღაცნაირად მივაღწიოთ იმ კონსენსუსს, რომელიც მიღწევადი შესაძლებელია იყოს, თუ იქნება სახი აზრი ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან. ბევრჯერ გაგვიგონია ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, რომ 60 მილიონი უნდა მოვიდეს სადღაც აზერბაიჯანის ბანკებიდან, მე პრეზიდენტის ციტირებას ვახდენ ფეხბურთის ფედერაციის, რომ გაერთიანებული ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს ყაზახებთან ერთად და ასე შემდეგ. ეს ხო ტყუილი და ისეთი გამოგონილი თემებია, რომელიც შედეგს ვერ მოიტანს. რაზე არის ორიენტირებული, მე კარგად ვიცი. ეს არის ყველაფერი გეგმიურად და მიზანმიმართულად, ეს არის გუნდების, ასე ვთქვათ, წაქეზება ჩვენ წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მე არასდროს არც ერთ გუნდთან არ მithქვია ის თანხა, რომელიც არის ფედერაციის მიერ დასახელებული. მე არც ერთ ინტერვიუში არ მithქვია 200.000 იქნება თუ 250, რას ეფუძნება ბატონო რევას, მე თქვენ მიმართ მინდა ვკითხოთ. კიდევ ერთხელ მე წკინს რომ რეზო არველაძე ძის ჩემ ოპონენტად, იმიტომ რომ მე მასთან ნამდვილად არა გასაყრდნი არა ვარ ბატონო ლევან ოპონენტი. ერთნაირი მე მგონი სოფხედველობა უნდა გაგვაჩნდეს ფეხბურთთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ შენ მოდიხარ და შენობით ვიტყვი, იმიტომ რომ მე მგონი ბევრი წელი ვაკავშირებ და მთელი უბედურება იმაშია, რომ შენ მოდიხარ ისეთ დროს საკამათოდ და რაღაცნაირად ჭეშმარიტების დასადგენად, რომელიც ეს შენი გასაკეთებელი არ არის. რატო აკეთებ ამას, მე დღესაც ვერ მივხვდარ ვარ. ალბათ ეს უფრო შენ უფრო იცი და შენ უფრო ადვილად ახსნი, მაგრამ მე ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა. მეორე კიდე რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი პროგრამა, რომელიც იქნება ორიენტირებული მომავალზე და განვითარებაზე, მოიცავს ყველა კომპონენტს. თუ შესაძლებელი იყო, რომ ფეხბურთის ფედერაციას მე არაფრის დიდებით არ ვერევი კომპეტენციაში და მცნელის გაშვება არ გაშვებაზე არ მინდა ვთქვა რაღაცნაირად რამე, იმიტომ რომ ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ მინდა დაგიდასტურო, თუ ფეხბურთის ფედერაცია შეეძლო თავისი ასიგნებებიდან, თავისი მოპოვებული თანხებიდან გადაუხადოს ხელფასი მცნელს, რატო არ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო მანამდე და რატო უნდა მომხდარიყო მოთხოვნა და რამოდენიმეჯერ მცნელის ხელფასის გადახდისა ბიუჯეტის ხარჯზე. იგივე ხდება დღეს. ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გააკეთოს თავის საქმე თანხების მოძიების, რომელიც თურმე დღეს აღმოაჩნდა, ესე იგი ფეხბურთის ფედერაციას, რომ 16 გუნდს დაეხმარება და იმ ცეცხლს ჩააქრობს. აქამდე ფეხბურთის ფედერაცია რას აკეთებდა? ამ თანხებს რო ითხოვდა. სად იყო ეს მოთხოვნები? სად იყო, ესე იგი სახელმწიფო მეწველი ძროხა თუ უკაცრავად ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ის რაღაც ფონდია, რომელიც გასცემს იმ გადამხდელთა თანხებს, რომელიც უკაცრავად რაში დაიხარჯება არავინ არ იცის. და ყველაზე მთავარი, ის უზნეობა დღეს რაც ქართულ ფეხბურთში ხდება. ის გუნდები და თქვენ მან რამოდენიმე გუნდის წარმომადგენელი გიზით, რომელიც შემჩნეულია და დაჯარიმებულია
თამაშების манипуляციებთან დაკავშირებით. Როგორ ერთხელ არ გაუჩნდა ვიღაცას სურვილი, რომ კითხვა დაუსვას, ან შეიქმნას რაღაცა ორგანო, რომელიც გამოიძიეს ამ საკითხებს. საზოგადოებას ვეკითხებით, თუ რატომ, თუ ინტერესი არის ფეხბურთის გაჯანსაღების, თუ რატო არ დაინტერესდა არც ერთი გუნდი, რომ შეექმნა თვითონ გუნდებს შეკრებილი იყვნენ და მოსულიყვნენ, თუ ფულზე მოდიხართ ჩემთან და ითხოვთ ფულს სპორტის სამინისტროსთან, თუ არ შეგეძლოთ მობრძანებულიყავი და გეთქვათ, რომ ტრაგედია არის საქართველოს და ქართულ ფეხბურთში და მოდი შეგვეკრიფა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შემსწავლელ კომისიას რო შევქმნით. რატო არ დაინტერესდით არც ერთი გუნდის ხელმძღვანელი ამაზე? კითხვა ისმის, როგორ შეიძლება ამ ფონზე ასეთი დაძაბულობის ფონზე მე კიდევ ერთხელ არავის უბედურება, რა თქმა უნდა, არავის არ გვიხარია, მაგრამ ის რაც მოხდა საჯებთან დაკავშირებით, ხო ყველა მიცოდით იქ ვინც ხეთხართ. თუ თქვენ არა ხართ ჩარეულები ამაში, კითხვას ვსვავ. რატო არ გვინდა ამის ბოლომდე ფარდის ახსნა? თქვენ გუნდები ხართ, მან UEFA რამოდენიმეჯერ რო გამოაგზავნა რაპორტი და რამოდენიმე გუნდი რო რამოდენიმეჯერ არის მოხვედრილი ამ რაპორტში. რატო ფედერაციამ არ მოითხოვეთ მაშინ ჩვენგან? მაგრამ თქვენ ფული გინდათ მარტო. ეს არ არის ის მოთხოვნა, რომელიც შეიძლება განვითარებაზე იყოს ორიენტირებული. მხოლოდ განვითარებაზეა ორიენტირებული მომავალი ფეხბურთისა. გაიგონეთ ხალხო. ბატონ ლევან, უბრალოდ ძალიან ცხელი მონოლოგი გამოდის და მე მინდა ერთი რამ ვკითხოთ. იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ერთი და იგივეს მამეორებინებ. ფულის მოთხოვნა კიდევ ერთხელ არ არის ისეთი მოთხოვნა. პროგრამაზე მინდა კითხოთ, არა, პროგრამაზე მინდა კითხოთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენ გააქვთ ეს პროგრამა და როდის იქნება ამ რა თქმა უნდა ეს პროგრამა არის ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად რესურსი იქნებს მოძიებული, მაგრამ კარგად მოიხსენება ყველა იმ ადამიანს ვინც ბიუჯეტთან იცის ნორმალური მიპყრობა რომ შუა წელზე ბიუჯეტის ასე ვთქვათ ზრდა შეუძლებელია მოხდეს როცა ბიუჯეტი დაგეგმილია და დაგეგმილზე მეტის მოთხოვნა პრობლემებთან არის დაკავშირებული, ხო? ამიტომ ეს ცოტა ისეთი თემებია, რომელიც უფრო მეტ ანალიზს მოითხოვს, უფრო მეტ დაფიქრებას მოითხოვს გუნდებისგან და ამიტომ ვითხოვთ ჩვენ თანამშრომლობას. თუ ვინმეს არ გაახსენდა რამოდენიმე წლის წინ, ხო გახსოვდა სახელმწიფოს წინააღმდეგ სახელმწიფო გუნდები თუ გაილაშქრებდნენ და პრეტენზიას წაუყენებდნენ, მე იქ მინდა ჩემ მეგობრებს უთხრა, რომელიც სახელმწიფო გუნდებში არიან მოკალათებულები. გაგიჩნდებოდათ ეს კითხვა რამოდენიმე წლის წინ? არ გაგიჩნდებოდათ, იმიტომ რომ შიში შეიქ სიყვარულსაო, ხო? აქედან გამომდინარე, უკაცრავად დამაბოლოვებინეთ ეხლა. ერთი და იგივეს ვაკეთებ უკვე 2 დღეა. ეს არის მიზანმიმართული გადაფარვა, ცდელობა გადაიფაროს იმ პრობლემები, რაც რეალურად არსებობს. პრობლემები არის კომპლექსური, პრობლემები არ არის 16 გუნდი და არა 18, რატო 20 არა? და მოდიან პროფესიონალები ბჭყალებში და გვეუბნებიან რომ 16 გუნდის თურმე დაფინანსება თურმე ზდის მასობრიობას. ეს ხომ მტკნარი სიცრუეა, მასობრიობის აღწერაც და უკაცრავად ახსნაც არ იციან იმ ადამიანება ამას რო იძახიან. ფეხბურთის განვითარება გუნდების ზრდაში არ არის, ფეხბურთის განვითარება ფეხბურთელების განვითარებაშია, ეს არის მთავარი мотиваცია ჩვენი. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ფეხბურთელი უნდა აუზარდოთ და არა ხელფასები. რამდენი ფეხბურთელი ყავს ადგილობრივი ბოლნისის სიონს, თუ შეიძლება ბურდულს მინდა ვკითხო. ან გორის დილა შედარებით უფრო მეტად ორიენტირებულია თავის სკოლაზე. თუნდაც მარტვილი, თუნდაც ბოლნისი, თუნდაც სხვა გუნდები რამდენად არიან სწორად დაკომპლექტებული და მენეჯმენტი რამდენად სწორად არის გითხავთ აუცილებლად ამ კითხავს. მე ეს კითხვები მაქვს და რაც განხილვის თემაა და აი ამ კომისიაზე უნდა იხილებოდეს ეს თემა, რაც ჩვენი ერთობლივი საქმიანობის საგანს უნდა წარმოადგენდეს და არა 16 გუნდიანი, 18 გუნდიანი. ჩვენი პროგრამა იყო ორიენტირებული 10 გუნდიან ჩემპიონატზე, გარდამავალი ეტაპი იყო 12 გუნდიანი, რომელიც უნდა მომხდარიყო და უკვე წელს უნდა დაწყებულიყო წლევანდელ სეზონზე, მაგრამ მოხდა ფაქტიურად 60%-ით ბიუჯეტის ზრდა. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ამ ინიექციების ესე ყისიერად შესრულება, ჩემო კარგებო და ეს არის პრობლემა დღეს. ამიტომ ფულის მოთხოვნას თავისი უკაცრავად პროცესი ახლავს თან, თავისი დასაბუთება და მე მინდა აგერ წარმოგიდგინოთ წერილი ერთიც და დავამთავრეთ ბატონო დავით კიდევ ერთხელ, რომელიც ფედერაცია ითხოვს 6 მილიონ ლარს ჩვენგან, ანუ სამინისტროსგან, რა თქმა უნდა მთავრობისგან, სადაც ჩვენ მივწერეთ პასუხი, რომ აღნიშნული
ესე იგი თანხის უმეტესი ნაწილი უკვე ათვისებული გაქვთ. თქვენთვის ასევე ცნობილი უნდა იყოს, რომ ხარჯავის სუბიექტისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა ხდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, რასაც თავის მხრივ სჭირდება სათანადო დასაბუთება, განმარტებითი ბარათი და მეორე წერილს ვიღებთ, სადაც არის ჩამოთვლილი გუნდების რაოდენობა და მიწერილი თანხა. ესეთი გაშიფრვა აქვს ფეხბურთის ფედერაცია. ბატონო რევას, ეთანხმებით თქვენ ესეთ მიდგომას, ესეთ მენეჯმენტს, რომლითაც თავი მოგაქვთ? ეს არის მენეჯმენტი მართვის. თუ ეს არის, მაშინ მე კომენტარი აღარ ამაქვს. კი ბატონ ლევან, ჩვენ დაგიბრუნდებით, თავისუფლად ალბათ გექნებათ შემდეგ უკვე სათქმელი. ბატონ რევას მივმართავთ. არა აქვს საქართველოს ფედერაციას გეგმა, პრიორიტეტები, მხოლოდ ფულს ითხოვენ, არ მოდიან თანამშრომლობაზე, გუნდების წაქეზება ჩვენს წინააღმდეგ, რას ეფუძნება ეს თანხები? ეს იყო მოკლედ ხა ძალიან მწლად ისაუბრა ბატონმა ლევანიმ. კარგით, თუ ეს რიგითობა ესეთი არის, მე უფრო რაღაც ეტაპზე მინდა 5 წუთი გთხოვოთ, მე შევეცდები ბატონ ლევანს რამოდენიმე შემდგომ კლუბების აზრი არის ყველაზე საინტერესო. ჩემთვის მისო პირველ რიგში რაც მინდა დავაფიქსირო, მინდა რომ დამეთანხმონ კლუბის წარმომადგენლები მე თავთავიანად გამოსვლებში, რომ არასოდეს წაქესების არანაირი ელემენტი არ ყოფილა ჩვენ შეხვედრებში. თუ მე არ მეშლება დღევანდელი შეხვედრაც იყო ძალიან კონსტრუქციული და იყო ნათქვამი, რომ არავისკენ ხელი ფეხბურთის ფედერაციას არ გაუშვერია და არ უთქვია, რომ მოდით ახლა ჩვენ შევიკრიბოთ და ვიღაცას რაღაცა გავახსენოთ და ვიღაცა დავამუნათოთ იმითი, რომ აი ესე თქვა. რაც შეეხება იმ წერილებს, რომელიც ბატონმა ლევანმა თქვა, ამ წერილების შინაარსი შესაბამის მენეჯმენტთან სამწუხაროდ ამას მართლა არანაირი კავშირი არ აქვს. წერილების შინაარსი გამომდინარეობდა იქიდან, რა შეთანხმებაზეც იყო ლაპარაკი, რომ გარდამავალ პერიოდზე ჩვენ შეგვეძლო მოგვეთხოვა რაღაცა ფული, 6 მილიონი არის ის თანხა, რომელიც ჭირდებოდათ შეთანხმებისამებრ, წინასწარი მოლაპარაკებისამებრ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებს. რაც შეეხება იმ უხერხულობას, რაც ჩვენ შორის არის პირადულად ამ ოპონირების რეჟიმში, მე ვადასტურებ, რომ ეს არის ნამდვილად უხერხული ესეთი ოპონირება, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ფეხბურთია, ჩვენ გვიყვარს ყველას ფეხბურთი, გვაქვს ჩვენი წარმოდგენები ფეხბურთი, ზოგან ვთანხმდებით რაღაცებზე, ზოგან არა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს არასოდეს არ გაცდება იმ ფარგლებს, რა ფარგლებითაც ცივილური საზოგადოება და ნორმალური ადამიანები საუბრობენ ერთმანეთში. იყო კი ბატონო, ბრძანეთ. ბატონო რევას, უკაცრავად რა. კი ბატონო. თუ შეიძლება რეზოლუციას რო თხოვოთ. უკაცრავად დიდი ბოდიში ჩართვას გავაკეთებ, წაქეზებას რო ვახდენ ციტირებას, მე მაგალითს მოგიყვანთ 2-3 დღის წინ ჩემთან მოვიდა გუნდი სოხუმის დინამო, ეს არის შეპესე, რომელიც თამაშობს მეორე ლიგაში, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომ ეხლა ვიყავით ფედერაციაში, გუნდთან ერთად მობრძანდნენ ეს ადამიანები და პირდაპირ მითხრეს, ხელი დაადეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომ ეხლა ვიყავით იქ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ წაბრძანდით სამინისტროში, სამინისტრომ გასცეს ფულიო. ესეთი მოქცევა და ესეთი უკაცრავად ამას რა ქვია, მე ვერ გავიგე. რა სახელი დავარქვათ, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვერ გავიგე ესეთი მიპყრობა, იმიტომ რომ მე არც არავის არ ვაქეზებ თქვენ წინააღმდეგ, პირიქით, ყველა ჩემი მეგობარია, ვინც გუნდებშია და ყველა არაჩვეულებრივი ადამიანია და დავამთავრებ და ჩემს პოზიციას ეს მინდოდა მე თქვა. ეს არის ის მომენტი, რომელიც სულ ახლახანს, აი 2 დღის წინ მოხდა. როდის გუშინ გუშინ წინის წინ, 3 დღის წინ იყო სოხუმის დინამოს მეორე ამ ფაქტის შესახებ არ მსმენია და ეხლა მე არ გამოვდგები არც ბატონი ზვიადის ადვოკატად ამ კონკრეტულ შეკითხვაზე ის უკეთესად გას მე ამ ფაქტს არ შევსწრები ვარ. სამწუხაროდ ის არ მოდის არანაირ. არა, არ შევსწრები ვარ და ნუ რაღაცა ეხლა კიდე ერთხელ ვიმეორებ და ვაფიქსირებ აგერ თქვენ თანდასწრებით კლუბებთან ერთად, მინდა რომ ხარი დამიჭირონ ამაში და თუ ვცდები მანიშნონ და მითხრან რომ აქ როდისმე რამე წაქეზებას ქონია ადგილი. მე ჯერ ერთი ჭკუასთან არ ამგონია რომ ახლოს იყოს შანტაჟის და წაქეზების ენით სახელმწიფოსთან ლაპარაკი რა ეს ადამიანის ჭკუა ნაკლულობაზე უფრო მიუთითებს ვიდრე იმაზე რომ ჩვენ ახლა აქედან რამე სიკეთე შეიძლება მოვძებნოთ იმიტომ რომ ამ ერთჯერადი დაფინანსებით არ თავდება არც კლუბების ცხოვრება
ამ ერთჯერადი დახმარებით არ ვთავრდება არც ჩვენი და თქვენი ურთიერთობა და არც სახელმწიფოს დახმარება, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის, ამით არ თავდება და ამ რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება ჩვენთვისაც დისკომფორტულია და ამიტომ როგორც მინიმუმ ჭკუასთან ახლოს არ არის რამე შანტაჟის ენით ლაპარაკი, ან რამე წაქეზებაზე ლაპარაკი. რაც შეეხება თანამშრომლობას, ხო? მე ვთვლი, რომ ეს თანამშრომლობა შესაძლებელია, ბატონო ლევან, და უფრო მეტიც ეს თანამშრომლობა აუცილებელია და ჩვენ აუცილებლად მოვნახავთ ამისთვის შესაბამის ფორმებს და ამ კომისიაში იქნება ეს თუ სხვა რაღაცა სხვა შემთხვევაში იქნება აუცილებლად კიდევ ერთხელ მინდა ეხლა რაც შეეხება ყველა იმ ბრალდებას რაც ფეხბურთის ფედერაციის იმ მისამართით გაისმის ესე ამ რეჟიმში ეხლა ჩვენ კონსტრუქციულ შეთანხმებამდე და კონსტრუქციულ დიალოგამდე ვერ მივალთ რა კიდევ ერთხელ ვიძახი რა ჩვენ ვაკეთებთ ბიუჯეტს წლის დასაწყისში ეს ბიუჯეტი არის საკმარისად გაწერილი იქიდან რაც შეეხებოდა თქვენს რეკომენდაციებს ჩვენ გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები გავითვალისწინეთ იმიტომ რომ ეს ფული მოდიოდა სახელმწიფოსგან და მივიღეთ ეს შენიშვნები თემურ ქეცვაიას ხელფასი თავიდან ბოლომდე გადავიდა ფეხბურთის ფედერაციის პრიორიტეტებში ჩვენი საკუთარი ფულიდან ვაფინანსებთ არა სახელმწიფო ფულიდან შეუმცირდა მას ხელფასი და შეუმცირდა არა იმიტომ რომ თქვენ მაგას ნამდვილად ვერ მოგედავებით იმიტომ შეუმცირდა რომ ჩვენ შევთანხმდით რომ რაღაცა შედეგებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და რაც შეეხება კლუბებზე მიცემულ ფულს რომელიც იანვარში იქნა მიცემული ჩვენ არ გქონდა უფლება რომ სახელმწიფო როდესაც გვეხმარება იქ რაღაცა არ გაგვეთვალისწინებს. შეიძლება ჩვენს ურთიერთობაში ნამდვილად არის ხარვეზები, შეიძლება არის რაღაცა ხინჯი, მაგრამ მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი მიზანმიმართული ქმედება განსხვავებით იმისა, რა მიზანმიმართული დისკრედიტაციაც ხდება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის და მთლიანად ქართული ფეხბურთის, ხო? არ გულისხმობ ამ შემთხვევაში თქვენ, საერთოდ ვიძახი რა, ვისაც უნდა მტრობა, ის ცდილობს, რომ ისეთი რამე მოიგონოს, რაც საერთოდ ბუნებაში არ არის და არ ყოფილა. ეხლა ამაზე რო არ გავაგზავნოთ, ბევრი ლაპარაკი, მე მინდა ბატონ დავით ხო, დავით. კი ბატონო, მაშინ კლუბებს და მე ერთს კითხავთ რა, ერთს კითხავთ ჩავივლი დღეს დაფინანსებასთან ერთად. კი ბატონო, დღეს თქვენ გადაწყვიტეთ ერთად რომ ფედერაცია გადაიხდის იმპულს რამდენს და როდის? ალბათ ყველას აქვს ეს კითხვა. 2 კვირის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით იმდენივე თანხას მისცემს კლუბებს, უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს დაახლოებით, რამდენზეც იყო ლაპარაკი თავიდან იმ პირველადი მოლაპარაკების დროს. ეს იყო დაახლოებით 200-250.000 ლარი ეს იქნება პირველი ნაწილი და იგივე გაგრძელდება მომდევნო წელს. და ის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვქონდა თავდაპირველად, რომ როდესაც საქართველოს სახელმწიფო ჩვენ მომავალ წელს რაიმე თანხით ისევ დაგვეხმარება, ან იგივეთი, ან იმაზე მეტით, აქედანაც 50% დაიხარჯება კლუბებზე. როცა ვლაპარაკობთ კლუბებზე, მე მინდა შეგახსენოთ, რომ კლუბებს აქვს ვალდებულებები, რომ ყავდეს სამი ასაკობრივი ჯგუფი. არა, გასაგები შეიძლება თქვენთვის არის ბატონ დავით და იმდენჯერი თქვა უკვე, იმდენჯერ რამდენჯერ საჭირო იქნება იმდენჯერ თქვა. უნდა ვთქვათ, 2 წლის მერე კიდე 2 გუნდი უნდა ყავდეთ ამ უმაღლესი ლიგის გუნდებს ყავს 150 ფეხბურთელის ვალდებულება. 150 ფეხბურთელის ვალდებულება. მე ბატონ ლევანთან ძალიან ბევრი რამე შეიძლება მაკავშირებდეს გემოვნებით ფეხბურთმა 10 გუნდიან ჩემპიონატს 16 გუნდიანი ჩემპიონატი ყველაფრით მირჩევნია ფეხბურთელების რაოდენობით აი ამ ვალდებულებებით რას ნიშნავს 10 გუნდიანი ჩემპიონატი ესე იგი და 100 უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი ყავს საქართველოს 10 გუნდიანი და 12 გუნდიანი ჩემპიონატი სად არის იცი კარგი სადაც მეორე ლიგაც თითქმის ისეთივეა როგორც უმაღლესი ლიგა სადაც მესამე ლიგაც თითქმის ისეთივეა ამ დანიაზე ამ შვეიცარიაზე ამ შოტლანდიაზე რო აპელირებ წად ერთი ნახეთ აბა შოტლანდიის ჩემპიონშიპის თამაშები გლაზგო რეინჯერსი თამაშობს ეხლა ჰარტსი თამაშობს და აბერდინი თამაშობს წად ერთი იმას უყურონ რა ქვია დანიის ჩემპიონატს ხან ისა ორჰუსი ვარდება, ხან ისა რა ქვია ის ვარდება ვიკინგი და ხან რა ვიცი მე რა ქვია ვიკინგია თუ ვიბორგი. ეს არის საფეხბურთო საკითხები. ამაზე სისტემატიურად შეიძლება კამათი. ეს არ შეიძლება იყოს დაპირისპირების იმაშიც ვეთანხმები რომ თქვა რომ იმ სახელმწიფო კომისიაზე ჩვენ გუნდების რაოდენობაზე კი არ უნდა ვჯელოდეთ. უნდა პრიორიტეტები განსაზღვროთ. რითი ვიწყებთ ამ საფეხბურთო მეურნეობის მოვლას რა. ჩვენ სტადიონები არა გვაქვს, ჩვენ ბაზები არა გვაქვს. ეხლა ვინმე არ მითხრას რომ ფეხბურთის ფედერაციამ უნდა ადგეს
ან სახელმწიფო კლუბებმა უნდა ადგენენ დაიარონ ეხა ცალ-ცალკე სტადიონი. ერთად უნდა გადაწყდეს სახელმწიფო დონეზე, რომ იქ სადაც სტადიონები გვჭირდება, სკოლები გვჭირდება, მოედნები გვჭირდება, ამაში როგორც მინიმუმ ჩვენ ამ კომისიაზე თანხმდებოდით. გონია რომ შემდეგ საკითხებშიც შევთანხმდებით რა. ეს ქიშპის და ეს დაპირისპირების ნიშნები ხო მე ჩემი აზრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ემსახურება ყველაფერი იმას რომ რამენაირად ისედაც გაჭირვებულ, ისედაც გაუბედურებულ დღეში ყოფი დაუშვათ რაღაცეები, უფრო უნდა დაძირონ საზოგადოების თვალში უნდა ნახონ რომ აქ არის აბა როგორ შეიძლება ხა ამის ახსნა სხვანაირად რომ ჩვენ წელიწადზე მეტია ვთანამშრომლობთ და შევდივართ სხვათა შორის იმ ქვეყნების უმცირესობაში, რომელმაც ამ გამოძიებებით თამაშის მანიპულირებით რაღაცა შეძლო. აი მე შეიძლება თავი არ მოგვაქვს, შეიძლება ცუდია ეს და ძალიან ცუდია. როგორ შეიძლება რომ ეს კარგი იყოს და ადამიანები ამის გულისთვის სასჯელს იხდიან. და არავის არ უხარია რომ სასჯელს იხდიან. თუ სასჯელის ზომა რამენერად ითვალისწინებს ამ ადამიანების დაჟჯას ან ადმინისტრაციული წესით, ან რაღაცა ისეთი რამით რომ ეს ხალხი ასე არ იყოს ეხა იმაში ამდენი ხნით ციხეში, ხო მე პირდაპირ გეტყვით რომ ადამიანურად ნამდვილად გამიხარდება და მე მგონი ახლა სხვადასხვა თემებზე გადავედით, ჯერ ერთ თემაზე ვისაუბროთ, შემდეგ მეორეზე რეკლამა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ უკვე კლუბების წარმომადგენლები. გადაცემის სპონსორია პრემიუმ კლასის ავტომობილი Ford Mondeo. მართვის და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები თქვენს მგზავრობას უსაფრთხოს, კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. ექსკლუზიური დილერი კომპანია GT Motors. პირველი ოქტომბერი 22 საათი და 45 წუთი UEFA-ს ჩემპიონთა ჯგუფური ეტაპი მეორე არსენალი გალათასარაი შეხვედრას წარმოგიდგენთ Nissan და Unicredit UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის სპონსორები ჩემს ახლობას ფსიქიკური აშლილობა აქვს. მინდა ვიცოდე, რას გთავაზობს სახელმწიფო მისთვის ოჯახურ გარემოში მკურნალობის უზრუნველსაყოფს. ჩემი ოჯახის წევრს ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. მინდა ვიცოდე, როგორ აფინანსებს სახელმწიფო მკურნალობას და როგორ ჩართო ის სათანადო პროგრამაში. ჩემს ახლობელს განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა გზები არსებობს მისთვის პალიატიური მკურნალობის უზრუნველსაყოფად ბინაზე ან საავადმყოფოში. იცოდე, მოითხოვე და მიიღე. მიიღე ინფორმაცია ვებგვერდზე patientsrights.g ან დარეკეთ ხალხაზე 2-103-003. იმოგზაურე იქ, სადაც უსაზღროდ თავისუფალი ხარ. შეიგრძენი ცხოვრების საუკეთესო მომენტები. გახდი ტურისტის საკუთარ ქვეყანაში და აღმოაჩინე საქართველო. ინფორმაციისთვის დარეკეთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ხალხაზე 08-009-009. ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრი, ამირანის საქართველოს წარმომადგენლობა, სარიას პარტნიორობით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აფუძნებს გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ პრემიას ერთგულება მინიატურის ჟანრში. დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება ოქტომბრის თვეში. პრემია წარმოადგენს სპეციალურ პრიზს ერთი საუკეთესო მინიატურისათვის და 3 ფულად ჯილდოს. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულებზე. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ყოველი მატჩის შესვენებაზე გეძლევა შანსი გახდე Hyundai აქცენტის მფლობელი. ჩაერთე ვიქტორინაში. მარტივი კითხვები, საუკეთესო პრიზები. ვიქტორინას წარმოგიდგენთ Hyundai აქცენტი. გადაცემის სპონსორია პრემიუმ კლასის ავტომობილი Ford Mondeo. მართვის და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები თქვენს მგზავრობას უსაფრთხოს, კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. ექსკლუზიური დილერი კომპანია GT Motors. მაშინ ასე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და როგორც უკვე ვთქვი, სარეკლამო პაუზის შემდეგ
კლუბებთან მინდა გადავიდე, დღევანდელ შეხვედრაზე მინდა დავიწყოთ საუბარი, რამდენად კმაყოფილი ხარ დღევანდელი შეხვედრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის აი ეს გამოყოფილი თანხა, რადგან მუდმივად იყო საუბარი რამდენიმე კლუბის გარდა, რომ გუნდები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და სეზონს ელემენტარულად ვერ დაამთავრებდნენ, და არც ნებისმიერმა თქვენგანმა დაიწყეთ. ბატონ ფრიდონ, თქვენ დაიწყეთ მარტვილის მერანის პრეზიდენტი ბატონ ფრიდონ ინჯია. დღევანდელი შეხვედრა უნდა გითხრათ ერთ-ერთი ესეთი სოლიდარობის გამოხატვა იყო, ყველა კმაყოფილი იყო იმითი, რომ მოიძებნა გარკვეული თანხა, რომელიც მისცემს საშუალებას კლუბებს წლის ბოლომდე რაღაცნაირად შვება იქნოს. და ერთ რამეს მინდა გაუსვა ხაზი, ის რომ ბატონმა რეზომ ბრძანა დღეს რითი დაიწყო? დაიწყო იმით, რომ ბატონმა ზვიად სიჭინავამ და რეზო არველაძემ ყველას მოგვიწოდა. აი თქვენ დაპირება ხო იყო გარკვეული თანხის. ჩვენ ეს გადავწყვიტეთ. რამოდენიმეჯერ ვიყავით ევროპაში, მერე იტალიაში, სადღაც კიდე უნდა წაბრძანდნენ იქ და ეს საკითხი დაფინანსებით წლის ბოლომდე ჩვენ გადავწყვიტეთ. ჩვენი თხოვნა იქნება. არავითარი სამინისტროსთან რამე წერილების მიწერა ან რაღაცები, ასეთი რამე არ იყო. ჩვენ თვითონ გავარკვევთ. აი ასე დაიწყო ჩვენი შეკრება. რაც შეეხება იმ თანხას, რა თქმა უნდა, ის ყველა გუნდს წაადგება წლის ბოლომდე და იმედია, რომ უკვე მეორე წლის ბოლოს, უკვე მესამე წელი დაიწყება, რაღაც სახელმწიფო პროგრამა იქნება, სადაც იქნება გათვალისწინებული ფეხბურთის განვითარება. მე ასე მიმაჩნია, რომ თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს, გუნდის ხელმძღვანელობა, ფეხბურთის ფედერაცია, სპორტის სამინისტრო და ყველას თავის საქმეს გააკეთებს, მაშინ ჩვენი საქმე წინ წავა და ეს რაღაც ურთიერთდაპირისპირება შეიძლება გადაიდოს გვერდზე. რა მაქვს მე მხედველობაში? იგივე ფეხბურთის ფედერაციას რომ გაუჭირდა, მოიძებნა ეს თანხა. ეს შეიძლებოდა ცოტა ამაში მე ვეთანხმები ბატონ ლევან ყიფიანს. შეიძლებოდა რაღაცნაირად ადრეც გამოძიებული იყო ეს თანხა. რაც შეეხება სპორტის სამინისტროს, სპორტის სამინისტრო მოწოდებულია იმისათვის, როგორ მთავრობის წევრი და მთავრობა შექმნას პროგრამები მისი დასაფინანსებლად პარლამენტის სპორტის კომიტეტთან ერთად დაუმტკიცოს პარლამენტს და გამოყოს დაფინანსება. ეს ერთი. ხოლო ხელმძღვანელობას, ეხლა გუნდის ხელმძღვანელობა შეძლებისამებრს აკეთებს თავისი ფინანსური საშუალებებიდან გამომდგენად. ერთი რამ მინდა ერთი ასეთი წინადადებს სარგებლობთ შემთხვევით. წინა გადაცემაში მე მქონდა ასეთი წინადადება, რაღაც მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნას, რომელიც გააკონტროლებს და განიხილავს ერთობლივად, კოლეგიალურად, როგორ მსაჯობენ და რა მდგომარეობა სამსაჯო კორპუსში. მე მაინტერესებს, ნუ თუ საჭირო იყო სანამ 8 მსაჯი არ დაგროვდა, მანამდე ეს საქმე არ გასცდა. ნუ თუ არ იყო მათ შორის ერთ-ერთი პირველი, მაშინვე დაეწყოთ ეს გამოძიება. და ეხლა მისაყვანია ბოლოში, აი მთავრობის ერთ-ერთი ვალდებულებად მე მიმაჩნია კანონიერება იყოს და მათ შორის აქ. თუ მაინც და მაინც სპორტის სამინისტროს და ვინმეს არ აწყობს და მისთვის მიუღებელია ასეთი ფორმა თანამშრომლობისა, მე მაქვს ხედველობაში ფეხბურთის ფედერაციისა და საჯთა კორპუსის. როგორც მე ვიცი, საჯთა კორპუსი ეს არის ცალკე იურიდიული პირი, რომელიც შეიძლება ითქვას დაქირავებული ვით არის ფეხბურთის ფედერაციის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტირება ფეხბურთის სამსაჯო კორპუსის ხდება FIFA-ს რეგლამენტით. აი, მთავრობა შეეძლო დახმარება. განხილულიყო ასე. დააფინანსოს სპორტის სამინისტრო საჯთა კორპუსი, რომ მეტი კონდეს გავლენა და შეიქმნას რაღაც მონიტორინგის ჯგუფი, სადაც შევლენ ფეხბურთის გამოცდილი მუშაკები, ფედერაცია და სპორტი და რადგანაც დააფინანსეს სპორტის სამინისტრო, უკვე ამით ის მიიღებს მონაწილეობას ფეხბურთის განვითარებაში. შეიძლება აი ეს არ მომხდარიყო, რაც ეხლა მოხდა. გასაგებია. და ჩემთვის ძალიან ასეთი თხოვნა იქნება, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ. მე მახს ეჭვი, რომ ეს მარტო მსაჯები
არ იღებდნენ მონაწილეობას. ხო, აქ ბატონო ლევანი, ყველა მიცოდით ეს ამბავი, საჯების ამბავი, გარკვეულწილად აქ იღებდა მონაწილეობას გარკვეული ფეხბურთელები. იმიტომ რომ არის მომენტები, რომელიც მე ვიყავი მომსწრე და უყურებდი, რომ საეჭვო იყო. საეჭვო იყო. ხო, უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ ბატონო ლევანიმ თქვა, ყველა მიცოდით საჯების ამბავი, ეს კლუბების მიმართ იყო, მაგრამ არავინ არ ამბობდა ამას ღიად. ვიცოდით რა? ასე თქვა ბატონმა ლევანიმ და მე ვთქვი. როგორ შეიძლება და ამისთვის არის სამართალდამცავი ორგანოები, სადაც რამოდენიმეჯერ ჩემი ცნობით გაიგზავნა წერილი ფეხბურთის ფედერაციიდან, რომ გამოიკულიეთ ეს, გამოიკულიეთ ეს. დიდი მადლობა. ბატონო ლევან, რაღაცა თქმა გინდოდათ რა. დიახ, პატივცემულს გავცემ პასუხს თუ შეიძლება. კი ბატონო. რა თქმა უნდა, არანაირი პიროვნულ ფაქტორებზე აქ არ შეიძლება ლაპარაკი, უბრალოდ რაღაც გონია რომ ეს პიროვნება სხვა სპორტიდან მოდის, იმიტომ რომ საჯების კონტროლი თუ გაინტერესებს ბატონო ჩემო, მე გეტყვით რომ საჯების დამკვირვებლები არსებობენ და არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ თამაშს. ორი ადამიანია ზედამხედველი საჯების მუშაობის და არანაირი იქიდან ზევიდან კიდე კოორდინაცია და რაღაც ზედამხედველობა ჭირდება. ეს ალბათ სპორტული დირექტორი რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა თქვენი კლუბიდან. რაც შეეხება კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც მინდა აღვნიშნო, აქ არის ერთობლივი კომისია შესაქმნელი იმისთვის, რომ გამოძიებული და შესწავლილი იქნას ის პროცესები, რაც დღეს მიდის ქართულ ფეხბურთში და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, აქ ჟურნალისტებიც და ფედერაციაც უნდა იყოს ჩართული და აქეთკენ მოუწოდეთ და აქეთკენ მივდივართ, ხო? აქედან გამომდინარე მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რომ საჯებთან დაკავშირებით რაც შეეხება საჯებს სამინისტრო აკეთებს თავის საქმეს და იმ ასიგნებებში, რომელიც გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციას 7 მილიონი, 1.200.000 იხარჯება საჯთა მომსახურეობაზე, ბატონო ჩემო. ამიტომ საჯების დაფინანსება სრულად არის სახელმწიფოს ხარჯზე. ამიტომ ეს კითხვისთვის და ინფორმაციისთვის რო გეკითხათ უკეთესი იქნება. კარგით, მადლობა. სხვა კლუბის წარმომადგენლებსაც მინდა იგივე გია. ბატონი გია ისიანი, გორის დილას მენეჯერი. მოგესალმებით. ძალიან კარგია დათო კიდე ერთხელ რომ მოგვეცა საშუალება თქვენთან შეკრების და სულ ვამბობდით და ვიძახით იმას რომ ძალიან ცოტა დრო ეთმობა ფეხბურთს აი ამეთ საუბრებს და ვფიქრობ რომ ხშირად რომ იყოს შესაძლებლობა კლუბის ხელმძღვანელები ტელევიზიით ესე ან ბატონ მინის კონდეს იმის შესაძლებლობა ჩვენთან ერთად იყოს უფრო მეტი გულღიაობა იქნებოდა ამ საუბარში. ეხლა ჩვენი შეკრების მიზეზი დღეს თქვენთან გამოიწვია იმ დღევანდელი დღის შეხვედრამ, რასაც ტრადიციული დავარქვით კლუბებად ჩვენ თვითონ და ვთქვითო თვეში ერთხელ შევიკრიბოთ, გავაანალიზოთ თუ რამე პრობლემები არის, მათ შორის მატჩის ორგანიზება, უსაფრთხოება, იქ საჯობაზეც იყო საუბარი და დაფინანსება თავისთავად. დღეს პირველი წუთიდანვე ეს კლუბების ხელმძღვანელობა რაც შევიკრიბეთ, ერთი რამე ნათლად იყო ცხადი, რომ ველოდებოდით ინფორმაციას იქნება თუ არა დაფინანსება და რა მდგომარეობა იქნება. მინდა ძალიან ისეთი წყნარად და მშვიდად გითხრათ, რომ ესეთ კონსტრუქციულად, ესეთ წყნარ ვითარებაში ჩვენ შეხვედრას არავის არ ჩაუვლია. იყო საუბარი მართლა იმ დაფინანსებას და იმ შეპერებაზე ფედერაციის მხრიდან, რაც ითქვა და მადლობის მეტი მართლა არავის აქ ვინძივართ, არავის არაფერი არ გვეთქმის იმაზე, რომ გამოინახა ეს თანხა, თუმცა არც იმის დამალვა არ შეიძლება და მადლობა არ შეიძლება არ უთხრათ სპორტის მინისტრს, თვითონ ფეხბურთის ოჯახიდან არის ბატონ ლევანს, ჩვენ პირადად გორის დილას იმ დღესვე, როგორც კი პრობლემა შეგვექნა შაშან გახსოვთ, მეორე დღესვე თავისი ჯგუფით, სამუშაო ჯგუფით გორში იყო და გორში დაგვიდგა ის UEFA-ზე გასვლისთან დაკავშირებით რას პრობლემები იყო. ასე რომ ფეხბურთის ოჯახი რაღაც ნორმალურად ფიქრობ რომ უნდა ფუნქციონირებდეს და დღევანდელი ეს შეხვედრა მინდა უბრალოდ იქითკენ წავიყვანო რომ ჩვენ პირიქით ყველა უნდა შევთანხმდეთ რომ ერთი ოჯახი ვართ ის კონსენსუსი რაც არის აუცილებლად უნდა მოიძიოს თანამშრომლობა აუცილებელია და მაქსიმალური შეხვედრა ერთმანეთთან და მინდა ვთქვა რომ მე პირადად და ჩვენ არავის არ ქონია პრობლემა არც ბატონ მინისტრთან შეხვედრაზე, არც ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, პირადად მეც და რომელიმე კლუბს, ანუ ეს კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ არის. უბრალოდ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. მე პირადად მინდა ეს თქვა, რომ ეს თანხა აუცილებლად საჭირო იყო კლუბისათვის
და საჭირო იყო იმისათვის, კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვერდზე დგას სახელმწიფო, ჩვენ გვერდზე დგას ფეხბურთის ფედერაცია. კი ბატონო, რა ვიცი, ნებისმიერი, ვისაც სურს გაგრძელება, იგივე უბრალოდ ყველა საზრი მაინტერესებს, ცოტა უფრო მოკლედ ჯობს ხოლმე, რომ ყველამ გამოთქვას თავისი მოსაზრება და შემდეგ სხვა კითხვებიც ბუნებრივია დაისმება. ჯერჯერობით აი ამ შეხვედრაზე და ამ თანხაზეა საუბარი. ახლოს ლადო მიკროფონი. ლადო ბურდული, ბოლნისის სიონის დირექტორი. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგიხდეთ ამ სტუდიაში მოწვევისთვის და ჩვენი ესე ვთქვათ, ივილის დაფიქსირებისთვის. მე მინდა თავიდან ჩემს მიმართ იყო კითხვები, უშუალოდ ახ აქ. რამდენი ბოლნისელი თამაშობს სიონში? ხო, რამოდენიმე კითხვა იყო, მე მინდა ბატონ ლევანს პასუხი გავცე ამ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ამოწურული იყოს. დღევანდელ ბოლნისის სიონში თამაშობს იმდენი ბოლნისელი, რამდენიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ბოლნისის სიონში არ უთამაშია. 9 მყავს მარტო პირველ გუნდში. 9 და 4 ახალგაზრდა, რომელიც უბრალოდ ვარჯიშობენ და მეორე გუნდში თამაშობენ. 9 უმაღლეს ლიგაში. მეორე შეკითხვა რაც იყო ამისთან, რომ იყო პრევენციის მიზნით ეს გუნდები დაჯარიმებული და იყო თქვათ ჩვენი ბოლნისის სიონიც ისა მე მინდა იგივე კითხვა ბატონ რევაზარველაძეს დაუსვა რომ გასაგებად ითქვას ეს იყო მე კიდევ ერთხელ ვიძახი ფედერაციიდან არასწორად ინტერპრეტაცია არასწორად ქონა მიცემული რომ ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვილი ეს იყო 2010 2011 12 და 2013-ის ერთი თამაში იყო ესაც იყო პრევენციის მიზნით ანუ შესაბამისად 2012 წელს 2012 წლის იანვარში რო კაცი დაინიშნება ხო 2010 წელს რა მოხდა ვერანაირად ვერ გაიგებ მე პირადად მონიტორინგის მიზნით შექმნილი მყავს სამკაციანი ჯგუფი ჩემ გუნდში რომელიც იძიებს ამ თემას და ჩვენ ეს ფეხბურთის ფედერაციას ვაცნობთ მე მგონი ბატონ რევაძე საქმის ყურშია ამასთან დაკავშირებით ეს რაც შეეხება მეორე საკითხს ეხლა რაც შეიძლება იმას თუ როგორ შეიძლება ქართულ ფეხბურთს დავეხმაროთ და რაც შეიძლება ორი წუთით ბატონო დავით თუნებას მომცემთ თქვათ არის რაღაცა მიზეზები რომ არის თქვათ იგივე მე არც კიდევ ერთხელ ვიძახი მე მინდა რომ ქართული ფეხბურთი აღორძინდეს ჩვენ რამოდენიმე გუნდებში ვართ იგივე აგერ ბათუმის დინამოსთან ახალგაზრდა ადამიანებით მოვიდეთ ჩავიბარეთ ეს გუნდები და გვინდა რომ ვფიქრობთ რომ როგორ შეიძლება რომ წინ წავიდეთ ხო ჩვენ უყურებთ ამ პროცესს ეს არის ჯანსაღი კამათის პროცესი მაგრამ ზარალდება ქართული ფეხბურთი თუ შესაძლებელია და თუ ჩემი უფროსი მეგობრები ამას 2 წუთს მომცემენ მე ავხსნით თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ თქვათ არის იყო რაღაცა კორუფცია. სიტყვაზე ვიძახი, თქვა და გამოიძიებენ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაირკვეს კიდევ ის დანარჩენი პირები, ვინც იყვნენ ჩარეული. თქვათ. მეორე თემა, როცა ამ ესეთ გაუგებრობაში სახელმწიფო არდებს ფულს. და არ უნდა რომ ესეთი კორუფციაში ჩაიდოს ფული. ვეთანხმები თუ ეს აზრი არის და ეს დაფიქსირდება ისე როგორც აუცილებლად უნდა მოხდეს. მაგრამ არის ერთი გამოსავალი. შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიქმნას დამეხმარეთ მონიტორინგის ჯგუფი და შეიქმნას რომელიც გააკონტროლებს ამ თანხებს ამას პროფლიგა ჩამოყალიბდეს ზუსტად დაინიშნოს სათავეებში ის დობით აღჭურვილი პირები რომლებსაც მთავრობა ანდობს ფულს ეხლა გამოსავალს ვიძახი მე მინდა ხალხმა ძალიან კარგად გაიგოს თუ როგორ შეიძლება ბატონო ლევან მე თქვენ არავის ჭკუას არ ვასწავლი ბატონო ლევანს დიდ ბოდიში ბატონო ლევანს დიდ ბოდიში მოხდი ჩვენს გვაგვაჩნია აზრი თუ როგორ შეიძლება ეს ორ დაპირისპირებულ მხარეებს შორის აღმოიფხვრას ისე რომ ქართულ ფეხბურთს ეშველოს იქმნება ჯგუფი რომელიც დარეგისტრირდება ფეხბურთის ფედერაცია ვიცი რომ გახარებული იქნება რომ ეს საქართველოს ჩემპიონატი გადაცეს ახარებული რა ეს კარგი მოდელია და კი ბატონო გადაცეს აპრობირებული მოდელია ყველაფერს თავი ჯგუფს ორგანოს რომელიც ჩამოყალიბდება ბოდიში დარეგისტრირდება და იქნება ფულის ჩადები ზედამხედველები იქნებიან მთავრობის ისეთი პირები რომლებიც უშუალოდ გააკონტროლებენ ყველა თეთრს თუ როგორ დაიხარჯება ფული ამ კლუბებში ლადო რა მე შენ მოგიწევს რაღაცა დრო რო დადგება და პრობლემა ღმერთმა არ ქნას რომ გაჩნდეს ხო სიამოვნებით გადასცემს მე ეგ ცოტა სწორი გაიგოს რა ხალხმა რომ ეს პასუხისგებლობა რომ მოიშოროს ფეხბურთის ფედერაციამ ამას არ ნიშნავდეს ეგა რა თუ ეს ორგანო იქნება ჯამრთელი მდიდარი და სწორად კომერციული და კარგად იმუშავებს რაზეა ლაპარაკი ესე მუშაობს 90% ევროპული ქვეყნების და ეს არის ჯანსაღი მოდელი. ჩვენ რო არ ვიტრიალოთ ერთ წრეს და ამ ხალხს არ იყო ეგეთი რამე ფედერაცია. რო გავაგებინოთ რა არის საჭირო. მე მოვიშველია ბატონი ბიზინა ივანიშვილის წინადადებას რომელიც მოხდა 2005-2006 წელს წინა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად რო ბრძანდებოდა ბატონი ბიზინა და იყო ესეთი ის რომ 100 მილიონი ჩადებული იყო ქართულ ფეხბურთში ეს ინფორმაცია ყველას ფლობთ. ოღონდ იმ პირობით თუ ერთი ადამიანი მთავარი ფინანსისტი
გააკონტროლებდა ბატონი ბიძინასგან წამოსულ ფულს. თქვენ ლიჟბი თქვითო, ბოდიში ამ სიტყვაზე, რომ სად რა გჭირდებათ, გააკეთებს ფულს გადა. იგივე ჯგუფმა ჩამოყალიბდეს, შეიქმნას, ნუ შეეხება ნურცეთ კლუბთან. იქნება მონიტორინგის ჯგუფი, იქნება მთავრობისგან დანიშნული თითოეული უფროსი, რომელიც ამ ფულს გააკონტროლებს, ჩვენ ვიქნებით ქართული ფეხბურთისთვის შავი მუშები, რომლებიც შევასრულებთ ამ კლუბებში, ამ მონიტორინგისგან იმას რა ქვია, მითითებულ მოვალეობას და ესე გახდება ბატონო ლევან და ბატონო ლევას ქართული ფეხბურთი არაკორუმპირებული, იქნება წინსვლები. ეხლა მიდის ორი უწყების დაპირისპირების თამაში და ქართული ფეხბურთი იღუპება. ჩვენ გვინდა დღეს კალათბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების 3 წელია ჭიმაში გადის, რა ქვია, ევროპის ჩემპიონატზე და დღეს საქართველოს ჩემპიონატი არა აქვს. ჩვენ ხო არ გვინდა რომ ფეხბურთიც იგივე გქონდეს და ამიტომ ვიძახი რომ ჩვენ არ გვინდა ეს ფული შეიქმნას თქვენგან წამოსული არა ფეხბურთის ფედერაციაზე არც გვინდა რომ ფეხბურთის ფედერაციას ქონდეს ცალკე სტრუქტურა როგორც იქნეს პატარა ვატიკანი რასაც ქვია რომ შეიქმნას სახელმწიფო პატარა სახელმწიფოში რომელიც გააკონტროლებს თავრობისგან წამოსულ ფულს კლუბებზე და მიცემს მითითებას თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული რომ ქართული ფეხბურთი აღორძინდეს აი ეს არის 2x2 4 ბატონო და ძალიან გთხოვდა ბატონო და ბატონ ზვიაციჭინავას მიმართავთ. აქ რო არ იყოს ორი პირის დაპირს და ჩვენ არც არავის მტრები ვართ, ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისაც უნდა ქართული ფეხბურთის გადარჩენა. ხალხი ნუ მიგვიღებს ჩვენ რომ ჩვენ გამოვდივართ აქ და ვიღაცა თავის ეს არის სოციალური შევახსენებ კიდე ყველას, ვისაც დაავიწყდა. სოციალური პროექტი, სადაც უნდა დაიხარჯოს ფული. და აუცილებლად ჩვენს უკან დგას ის 2000 ლარიანი ფეხბურთელები. ის 2000 ლარიანი ფეხბურთელების არმია, რომელიც თავის ოჯახებს ინახავენ და რომელიც ავად თუ კარგად თავის გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ და ძალიან გთხოვთ ქართულ ფეხბურთს ცოტა სხვანაირი შველა ჭირდება ეს მომავლის გეგმები რომ სხვაგან და პირამიდების ზემოდან ქვემოთ დაწყება ეს არ იქნება ლამაზი ეს არის გამოსავალი თუ არ მეთანხმებით აგერ არის 14 თუ 13 გუნდის წარმომადგენელი და თუ მე რაღაცა არასწორად ჩამოვაყალიბე მე ეხა არა იურიდიულად აქ დაждდება აგერ ლევანი არის აგერ ძალიან კარგი განათლებული იურისტები რო დაждდებიან და აქ ცოდნე პირები რო დაждდებიან ამ სტრუქტურას ისე აწყვნენ ეს ხო ჩემი ნალაპარაკი ბატონ ბიძინას ქონდა 2000 წელში ბატონ ლევან თქვენ გინდოდათ რაღაც რეპლიკა კი თუ შეიძლება გისმენთ ბატონ ლევან კი ძალიან გასაგებია ლადოს ემოცია იმიტომ რომ ფეხბურთელია ყოფილი ფეხბურთელია და შესაბამისად ვიზიარებ მის პათოს თუმცა მე ერთ გეტყვით მაშინ ფეხბურთის ფედერაცია რაღაცი გვინდა აქ იყო შემოთავაზება ჩვენი 2 წლის წინ პირველი შეხვედრები რო შედგა UEFA-სთან და შემდგომ ფედერაციასთან თავად UEFA-მ წარმოადგინა ჩვეულებრივი და მოდელი თანამშრომლობის რომელიც არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ეს არის ტრიუმვირატის შექმნა ანუ 3 მოთამაშისგან შემდგარი ერთობლივი მმართველობა სადაც იყო ჩართული UEFA სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია ამ ერთობლიობაში ჩვენ შეგვექნა ის მექანიზმები რომელიც იქნებოდა მუშა პირველ რიგში ეს არის აღმასკომი მე არ შემიძლია კრიტიკით არ შემოვიფარგლო აღმასკომის რომელთა გადაწყვეტილებები საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არიან ადამიანები რომლებიც არ ვიცი თავის გადაწყვეტილებებს რით ხსნიან და რას აკეთებენ ვერ გავიგე იმიტომ რომ ის გადაწყვეტილება რომელიც მიიღეს და შესაბამისად ეს პრობლემები თან მოყვა პასუხისმგებლობა ამ აღმასკომმა აიღო, მაგრამ რისი პასუხისმგებლობაა მე დღესაც ვერ გამიგია. მე მინდა მოვითხოვო ჟურნალისტებმა აღმასკომის წევრებისგან რა პასუხისმგებლობას იღებენ, თქვა თუნდაც გუნდების გაზდის კუთხით. რა პასუხისმგებლობას იღებენ, თქვა შეუფასებელი მცდელის მიმართ, რომელიც არ გაკეთებულა და რომელთა ანგარიში უნდა ყოფილიყო წესდების მიხედვით. ანუ ის სამუშაო პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს ფედერაციაში, აბსოლუტურად მოშლილია, იმიტომ რომ აღმასრულებელი კომიტეტი არის უმოქმედოა. ეს აღმასკომი იყო და შეცვლილი უნდა ყოფილიყო და UEFA-მ სწორედ ეს რეკომენდაცია მოგცა ჩვენ. დაკომპლექტებულიყო პარიტეტულ საწყისებზე თვითონ მართვის ორგანოები, ეს იქნებოდა ვიცე-პრეზიდენტი თუ ასე შემდეგ და ასე და პირდაპირ მითხრა მიშელ პლატინიმ, რომ შეგვეძლო ჩვენ გვეთანამშრომლა ფეხბურთის ფედერაციასთან კანდიდატურების შეთანხმების კუთხით და ჩამოგვეყალიბებინა სწორი მართვის მექანიზმი. რაც ფეხბურთის ფედერაციამ უარყო.
ამაში მდგომარეობთ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ნაბიჯი იქნა გადადგმული. ყველანაირად შევეცადეთ ბატონო ლევას. ორჯერ ვიყავით. აი რა ბატონო ლევან ხო შევთანხმდით რომ არ შევთანხმდით. ვისმენთ ახლა ამ იმას რა ქვია გაუთავებელი საბჭოთა კავშირი ხო არ არის რომ მინისტრი რომ ჩართეთ და ჩვენ ვზივართ და უსმენთ ვაიაშებივით. არა, უკაცრავად რა. რომელი კანდიდატურებზე შეიძლება შეთანხმება სპორტის რას ლაპარაკობთ? ეხლა რომ სპორტის სამინისტრო ფედერაცია და UEFA შევთანხმდეთ ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო პირდაპირ ნათქვამი მიშელ პლატინის მხრიდან. მე არ მოგინდა ვისიც გინდა იმისი იყოს არასწორი არის. და იქ ჩემი ხარ პირველი და აქედან გამომდინარე გასაგებია. აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა მართვის სწორი ფორმა. აღმასკომის დაკომპლექტება არის მთავარი ფუნქცია. აღმასკომი რო იქნება მუშა, შესაბამისად ის პრობლემები შეიძლება ნაკლები იყოს, რომელიც ამ ეტაპზე აღმასკომი არ არის მუშა, უპასუხისმგებლოა და თავის ქმედებებზე იგი არ აგებს პასუხს. კარგით, მადლობთ. კიდევ ერთხელ რეკლამის დროა და ძალიან ცოტა ხანში დავბრუნდები და განვაგრძოთ საუბარი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და კლუბების პოზიცია არის ალბათ საინტერესო. ყველას მინდა გთხოვთ რომ ყველამ გამოთქვა თქვენი მოსაზრება და ცოტა უფრო მოკლედ ბატონ ლევან ზუხბაია დინამოს გენერალური დირექტორი. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ რომ მოგვიწვიეთ და საშუალება მოგვეცით რომ ჩვენი აზრი გამოთქვათ დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით. უბრალოდ მე კონკრეტულად ვისურვებდი რომ ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება მხარებს შორის და ისეთ მხარებს შორის როგორც არის დღეს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ვისურვებდი რომ უფრო სხვა ჭრილში გადატანილი იყოს და უფრო შეხმატკმილებულად ამუშავებული იყოს ეს ორი ორგანიზაცია, ვინაიდან ამ ორი ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის გარეშე დღეს არც ერთი სპორტის, არც ერთ სპორტში წარმატება მიუღწევადი არის. ამიტომ დღეს ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთად დავდგეთ და ერთად გავაკეთოთ გასაკეთებელი საქმე, რასაც ქვია ქართული ფეხბურთი. რაც შეეხება კლუბების დაფინანსებას, კლუბების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ვერ იტყვის აუგს იმაზე, რომ თქვათ თანხა, რომელიც დღეს ფეხბურთის ფედერაციამ გამოუყო კლუბებს, ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტი არის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის. უბრალოდ მე ვისურვებდი მომავალში და შემდგომში ისევ ერთად ყოფნით და ერთად დგომით ესეთი დანახარჯების გაკეთება უფრო ორგანიზებულად და უფრო გამიზნულად და გასაგები. უფრო კონკრეტული საქმეებისკენ მიმართულად გაკეთებული იყოს. რეზი მიცის ჩემი პოზიცია, მე თქვა პირიქით ყველანაირ საქმეში შემიძლია გვერდში დაგიდგერეზი, მაგრამ მე მინდა რომ უფრო კონკრეტულად და უფრო კონკრეტიზაცია იქნას იმ თანხების ხარჯვისას გათვალისწინებული, რადგან ალბათ არ შეიძლება ზოგადად პირდაპირ რაღაცა თქვა ეს თანხის გადაცემა, გადმოცემა, მე მგონია რომ ალბათ კონკრეტიზაცია საჭირო კონკრეტული საქმეების მიმართ. კი ბატონო, ვერიკა შუქაკიძე საჩხერის შიხურას. გამარჯობა, მივესალმებით ელმაყურებელს. დავით, დიდი მადლობა ასეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის. მე მთლიანად ვიზიარებ ლევანის პათოს და მე მინდა, არ ვიცი, კლუბები შეიძლება ამაზე ვისაუბროთ კიდევაც, რომ ჩვენ ვზადავთ ლევან მედიფიანის თუ ლევან ეზუღბაიას. ლევანს პათოს. მე მინდა მე სრულად ვიზიარებ იმის გამო, რომ ეს დაძაბულობა იქნება როგორ მოიხსნას და ჩვენ მე მზად ვარ პირადად ჩემი კლუბის სახელით, რომ მედიატორის როლი ვითამაშოთ ამ ორ ორგანიზაციაში შორის და ცოტა საქმიან ვითარებაში. და ჩვენი შერიგების საღამოს გავს ეგა და აქ სხვა რაღაცებს. არა, ის რეზი კიდე ერთხელ ამბობ, ასე 200-200.000 ლარებით და ძალიან დიდი მადლობა ამისათვის, რომ თქვენ ეს თანხა გამონახეთ, მე შემდგომ სახელმწიფო გამონახავს, მე კიდე ვიღაც გამონახავს. ესე ფეხბურთი არ განვითარდება. ამიტომ ხომარჯობია, რომ ეს სამი მხარე გუნდები, ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ერთად დავსხდეთ და ერთად ვიმუშაოთ. ჩვენ დინამოს ბაზაზე რამოდენიმე თვე ვიმუშავეთ და ძალიან კარგი პროექტის დავწერეთ, რომელიც გაიზიარეს კლუბების უმეტესობამ, პროფილგაზედაც კი დავწერეთ პროექტი და იქნებ ერთად დავსხდეთ ეს სამი მხარე, გუნდები, ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო, გავაკეთოთ ესეთი შეხვედრის ორგანიზება და ერთმანეთს მოусმინოთ და ერთად ვისაუბროთ. კი ბატონო. სულ ცალსაკე ესე საუბარი, ცალსაკე დაფინანსება. მაგის მიზეზსაც მე ჩემს გამოსვლაში იქნება ჩემი სიამოვნებით. კი ბატონო. იდეა თუ გაიზიარებ. კახა მენთეშაშვილი, რუსთავის მეტალურგიის დირექტორი. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა მინდა გითხრათ, ამ ეტაპზე მე მყავს პოტენციური სპონსორი, რომელიც მზად არის გვერდში დაგვიდგეს, თუ
ფედერაცია დაგვიდგება გვერდში, თუ ხელისუფლება დაგვიდგება გვერდში, მზად არის ფული ჩადოს და განავითაროს ქართული ფეხბურთი. ფედერაციას და ანუ მოდის წინადადებით რომ გვერდში დაგვიდგეს იმ შემთხვევაში თანა დაფინანსებით რომ განავითაროს ქართული ფეხბურთი რა. კი ბატონო, ბატონო ხობულეთში უყურას მენეჯერი. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა არის იცით ბატონო დავით, რაც არ უნდა გულანთებული იყო რომ ქართულ ფეხბურთს დაეხმარო, აი რა მდგომარეობაშიც ახლა ქართული ფეხბურთია, ხომ? თუ არ იქნება სახელმწიფოსგან მხარდაჭერა, აი ფუჭია ჩვენი შეხვედრა რა. შეუძლებელია განვითარდეს ქართული ფეხბურთი ჩვენი მთავრობის დახმარების გარეშე. ფეხბურთელი მინდორზე რომ გამოდის და დღეში ორჯერ შენთხოვ რომ ის სამუშაო შეასრულოს, რომელსაც ის ასრულებს და შემდეგ დღება მომენტი რომ მეუღლე ყავს, შვილები ყავს, დედა ყავს, ხო? და ამ დროს შენ კლუბის ხელმძღვანელობა ვერ გასცემ თავის დროზე ხელფას რა პასუხი უნდა უთხრა და რა უნდა მოთხოვო შენ იმ ფეხბურთელს მეორე დრო მინდორზე გამოვა. დღეს მე ძალიან აი ყველასთან ერთად გახარებული ვარ იმ სხდომაზე, რომელიც ფედერაციაში ჩატარდა, რომ გამოინახა ეს თანხები და პირადად ქობულეთის შუქურასთვის ეს არის ძალიან დიდი დახმარება ამ მომენტში, როდესაც ფეხბურთელებს გარკვეული თვეების ხელფასები არ აქვს აღებული. და მინდა ერთი რამე დავამატო, რომ უბრალოდ ტელემაყურებლებს მინდა მიმართო, რომ არანაირი დაპირისპირება სპორტის სამინისტროსთან, არანაირი ქიშპი და არც პრობლემა არ განხილვა ამ სხდომაზე. ამ სხდომაზე განხილვა იყო მხოლოდ კლუბების დახმარება და რა უხილავი მანქანა მუშაობს, რომ აი ეს ორი მხარე წაკიდოს ერთმანეთს, მე ვერ ხვდები რა. ბატონი გოგი ფაცურია, ლანჩხუთის გურიას დირექტორი გახლავთ, ბატონ გოგი. მოგესალმებით. დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად შედეგიანი იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. ნამდვილად მიეცა კლუბებს და კონკრეტულად ლანჩხუთის გურიას ამოსუნთქვის საშუალება, რომ ჩემპიონატი ორგანიზებულად ჩატარდეს. მე ასეთი აზრი მაქვს, რომ პროგრამა რომ უნდა იყოს მასშტაბური და გათვლილი რამოდენიმე წლით, ეგ აუცილებელი პირობა არის. ერთ მაგალითს მოვიყვანე, არ არსებობს მაგალითად ლანჩხუთის გურიას თამაშებზე დაახლოებით 2000-მდე ბალეშიკი მოდის. არ არსებობს ლანჩხუთში რაიმე სხვა ღონისძიება ან პროგრამა, რომ 2000 ადამიანი გაღიმებული ნახო და აქედან გამომდინარე ეს სოციალური პროგრამაც არის და სხვა მუხტის მომცემის ნებისმიერი მოქალაქისათვის. ძალიან დიდი მადლობა დავით საბაძე, სპარტაკის ცხინვალის სპარტაკის აღმასრულებელი მენეჯერი. ყველა ვიცით რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ფეხბურთი, განვითარება კი და შენარჩუნებაზე ვართ. რეალურად ესეთი სურათია ქართულ ფეხბურთში. რა ვიცი, მე ვფიქრობდა ყველა დამეთანხმება ალბათ, რომ ფეხბურთის ფედერაციის და სახელმწიფოს თანამშრომლობაზე დიდადაა დამოკიდებული ქართული ფეხბურთის გადარჩენა და შემდგომ აღორძინება. მე ვფიქრობ ბატონ ლევანსაც ბატონ ლევანის პროგრამა, ჩვენ პროგრამა, ჩვენი ხედვა, მათი ხედვა უნდა შეჯერდეს, მოვაწყოთ ეს საქმიანი შეხვედრები და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავგეგმოთ. რა უნდა გავაკეთოთ? რით უშველოთ ქართულ ფეხბურთს? კი ბატონო. და ბევრი რაღაცაა მისახედი, ძალიან ბევრი რაღაცაა. კი, არსებობს პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემების გამოსწორება უნდა და რა ვიცი, ჯობია თანამშრომლობა, ვითანამშრომლოთ და ამით ორივე მხარე მოგებული იქნება და ქართული ფეხბურთი მოგებული. კი ბატონო, ოთარ ფედიჩკინი, ბათუმის დინამოს დირექტორი. ბატონო ოთარ. გესალმებით ყველას და მე ვინდა ფეხბურთის ფედერაციას დიდი მადლობა უთხრა დღევანდელისათვის იმ დახმარების, რაც გაგვიწია, რომ ეს რაც გაწერილი მქონდა, რომ ეს დახმარება ვარ შეხო, ანუ გუნდებს ვარ დავთმა პირადად ჩემს ვარ ყო დიდი პრობლემა შეუქმნებოდა, რომ დონდენ ასაკობრივი გუნდი მყავს, ჩვენ მოედანი არა გვაქვს, გუნდი ადგილზე ვერ ვარჯიშობს, ანუ ეს ყველაფერი გაწერილი მაქვს და თოთ ჩემ გუნდს და ანუ ეს დაფინანსება რო არ ყოფილიყო დღეს ფედერაციიდან დიდი პრობლემა შეუქმნებოდა ჩვენთან. დიდი მადლობა. და მიშა ხუციშვილი, ზესტაფონის გენერალური დირექტორი გახლავთ, მიშა. მოგესალმებით, მე ვფიქრობ, რომ ფედერაცია, სამინისტრო და პლუს კლუბები თანამშრომლობენ, უკვე დიდი ხანია დაიწყეს თანამშრომლობა, შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელსაც ველოდებით ჩვენ სულ ყველა, რომ საბოლოო პროექტი როდის დაიდება, რაში ჩაიდება თანხები და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს მასშტაბური და ვეთანხმები მეც
ბატონ ლევან ზუხბაიას, აგერ ბერიკას, რომ აუცილებელია დაიდოს პროექტი და ეს თანხები ჩაიდოს ამაში. კონკრეტულად. ბატონ რეზი. თუ ძალიან გთხოვთ რაღაც ძალიან ცოტა დრო მომცეთ, იმიტომ რომ როგორც ჩანს ადამიანებს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ რა და გასაგებია რომ ყველას თავის პრობლემები აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი პრობლემების მოგვარება და არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთო საქმეზე და მე ჩვენ არასოდეს არ გვითქვია რომ ეს ორგანიზაცია არის პრობლემების გარეშე და ამ ორგანიზაციაში ყველაფერი აწყობილია და კარგად. როგორც ჩანს არ ახსოვთ რომ ამ ორგანიზაციას დღეს აბსოლუტურად არანაირი დავალიანება არ აქვს. ამ ორგანიზაციამ შეძლო საქართველოს მასშტაბით ზოგჯერ სახელმწიფოს მეშვეობით, ზოგჯერ საკუთარი შესაძლებლობებით გააკეთა 13 სტადიონი და დაეხმარა გუნდებს ფორმებით, ბურთებით, სკამებით, სტადიონების მოწყობით, ამისი მოვლით, ტრანსპორტით, მგზავრობით. ეს თუ არაფერ თანხებთან არ არის დაკავშირებული, მე გეტყვით ეს მილიონებთან არის შემოკარგებო დაკავშირებული რა. და საიდან მოიტანა ფეხბურთის ფედერაციამ ეხლა სადიშოვნა თუ შეეძლო ამ ფულის მოცემა კი ფეხბურთის ფედერაციას ყოველთვის შეუძლია რომ რაღაცა რეზერვი გამოძებნოს, ოღონდ რაღაცის ხარჯზე. ფეხბურთის ფედერაციას არა აქვს ბანკი, რომ ბანკიდან მოიტანოს ეს ფული, რაღაცის ხარჯზე. ძალიან მარტივად დგას აქ ჩემო ძვირფასებო საკითხი რა. გნებავთ განათლების კუთხით. ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ვცდილობთ პროლიცენზია გვაქვს უკვე და ბელიცენზიის და ალიცენზიის და პროლიცენზიის მსვლელები გვეყოლება რა. რაც შეეხება საჯების საქმეს, ამას კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე რა. ეს პრობლემა, ესე ცოტა ბანალურად ჟღერს ხოლმე, რომ ეს პრობლემა აქვს ყველას. ხო, გასაგებია რომ აქვს ყველას. ჩვენ ყველა უყურებთ ფეხბურთს, ოღონდ არავის არ გვიჩდება ეჭვი, რომ ვიღაცას რაღაცას რომ არასწორი გააკეთებს, ამაში ფული აქვს აღებული, ან ამაში რა შეიძლება რომ მეტი, რატო შეიძლება რომ ვინმე დაიბრალოს ეხა ეთქობა ეს საქმე იმ მიმართულებით არ წავიდა რომ ფეხბურთის ფედერაცია გასულიყო ამაში რა. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ინიციატივით დაიწყო, ჩვენ ვერ ვერევით ამ საქმეს და ვერ ერევა მსოფლიოში ვერავინ თუ არ დაეხმარება იუსტიციის სამინისტრო იქნება ეს თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ კერძო დეტექტივები იქნება. ვერავინ ვერ ერევა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთადერთი გოგო, რომელმაც შემოთავაზება ტელეფონზე ჩაიწერა მოლდაველმა გოგომ, ქალების მწვრთნელმა, საჯაროდ მიიღო UEFA-ს კონგრესზე ჯილდო. 10 წლის განმავლობაში ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც გამოძიების გარეშე ჩაწერა ეს ყველაფერი მიიტანა ფედერაციაში და ფედერაცია წავიდა საგამოძიებო ორგანოებში. ეხლა ბრალდებები, რომელიც ძალიან ხშირად ისმის ფეხბურთის ფედერაციას, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ გამიჯვნა შეიძლება ბრალდებების და პრობლემების რა. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რა, რომ ყველა ბრალდება, ყველა სიბინძურე, ყველა ცილისწამება უკავშირდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს რა. არავის არ უნდა არაფერი სიკეთე რო დაინახოს რა. და ეს სიკეთე, რასაც კლუბები იღებენ, რაღაც გუნდები იღებენ და 10 იმდენი შეიძლება რომ იყოს, თუ უფრო კარგი კოორდინაცია იქნება და უფრო კარგი მუშაობა იქნება. მეტი არაფერს არ უკავშირდება რა. რომ რაც შეიძლება მეტი ჩირკი მოცხონ, ან სიჭინავას, ან არველაძეს. იმ დღეს თამაშზეც მინახია ხალხი, რომელიც კეცბაიას წარუმატებლობითაც ხარ. ასეთ ქვეყანაში და ესეთ სიტუაციაში შეიძლება ნაკრებსაც გაუჭირდეს თამაშების მოგება რა. თუ არაფერი არ ჩანს, როგორ თამაშობს ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებები, რომ რამოდენიმე მწვრთნელი დაახლოებით 4-5 მწვრთნელი ერთიანი სისტემით თამაშობს, რომ ჩვენი ნაკრების ახალგაზრდულ ნაკრებებს აქვს სახე, აქვს თანამედროვე თამაშის სტილი და სისტემა. არ ჩანს ეს ყველაფერი, ესეთი ძნელი დასანახია 3 წელიწადში ორჯერ ყოფილა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. მარტო ცუდზე რომ ვლაპარაკობთ, არასოდეს კარგზე რომ არ ვლაპარაკობთ, ერთი გამაგებინით რა. ეხა ფეხბურთის ფედერაციის ტრანსპარენტულობაზეა ლაპარაკი, ხო? ჩვენ ყრილობა ხო გვაქვს შემოკარგებო რა. ჩვენ ყრილობაზე ვიკრიბებით და ყრილობის ძირითადი თემა მსოფლიოში არის ბიუჯეტის განხილვა და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმა რა. მთელი საფეხბურთო საზოგადოება ღებულობს ამ ყრილობაში მონაწილეობას. იქ ყველაფერი არის ტრანსპარენტული. ან სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს, როდესაც წელიწადში ერთხელ FIFA-დანაც და UEFA-დანაც ჩამოდიან ადამიანები, აგზავნიან აუდიტორებს და აუდიტორები ამოწმებენ, რომ ჩვენ შემთხვევით სახლისთვის არ ვიყიდოთ მანქანა ან ფარდები და ყველაფერი მოვახმაროთ იმას, რასაც უნდა მოვახმაროთ. ან თუ შეიძლება როგორმე ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ სახელმწიფო აძლევდეს რომელიმე ორგანიზაციას ფულს და ამაზე არ დგებოდეს შეთანხმება. ყველა კონკრეტული თანხა, რომელიც მოდის ფეხბურთის ფედერაციაში, საჯებით იღებენ ფულს, ჩემპიონატს ემსახურება სახელმწიფოს ფულის ნაწილი, რაც ბატონმა ლევანა თქვა ის ნაწილი. აბა საჯებია ფეხბურთელები, მწვრთნელები და ნაკრებები. სხვა ფეხბურთი არაფერი არ არის რა.
სტადიონებს ჩვენ ვერ ავაშენებთ 7 მილიონით რა. მოედნები შეიძლება გავაკეთოთ რა. არის ესეთი საკითხი კიდე რა, ძალიან მინდა რომ ამასაც მივაქციოთ ყურადღება. სისტემატურად მიდის ლაპარაკი. აგერ ვზიხართ ბატონებო, არის რამე უკმაყოფილება იმ ხალხშიც კი, იმ ორი გუნდი 14-დან, 16-დან, ვისაც ეგონა რომ დაუშვათ 12 გუნდიანი ჩემპიონატი უკეთესი იქნებოდა და დაბლასიარული უკეთესი იქნებოდა. ხო, აგერ ზიხართ რა, რამე პრობლემებს გიქმნით, რამე მნიშვნელობა ქონდა ფინანსური თვალსაზრისით 12 გუნდიანი იქნებოდა ეს ჩემპიონატი თუ 16 გუნდიანი, ხო? ეს პრობლემები ჩვენ შარშანაც ქონდა, შარშანწინაც ქონდა და იმის წინაც ქონდა. მაგრამ შედარება არ არის რა, ჩვენ ეხლა ბევრად უფრო მოქნილები ვართ და ბევრად უფრო შესაძლებლობები გვაქვს იმისი, რომ გასაგებია რომ იანვარი დადგება ისა, რა ქვია, ნუ ვეთანხმები აბსოლუტურად. და დღესაც იყო მაგაზე ლაპარაკი. მომავალი მაისიც დადგება და მომავალი აგვისტოც. იმისთვის არსებობს, იმიტომ ვთქვით ჩვენ რომ გარდამავალი პერიოდი, რომ პროგრამა იქნება ეს, განვითარება იქნება, ფული იქნება თუ სახელმწიფო იქნება, 2 და 3 თვეში არ დაიწეროს რა, რომ ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სწორი, გამართული და კარგი პროგრამა დავწეროთ რა. ერთი საკითხია კიდე რა. ფეხბურთის ფედერაცია ამ შემადგენლობით არ დაბადებულა და ამ შემადგენლობით არ მოდის რა. ბევრ ადამიანს უმუშევია ფეხბურთის ფედერაციაში. ძალიან საპატივცემულო არის ჩემთვის ყველა აღმასკომის წევრი და ბატონო ლევან ვერ მივიღებ ამ შენიშვნებს მათ მიმართ და მათი მე კი არ ვიცავ და რამეში კი არ ვესარჩილები უბრალოდ თქვენც იყავით აღმასკომის წევრი მეც ვიყავი ერთხელ აღმასკომის წევრი იქაც ქონდა ჩვენ შეცდომები ყოველთვის ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას ისე როცა შეიძლება რომ ყველას გული ვაამოთ რა უმაღლესი ლიგის ფეხბურთი და პროფესიონალური ფეხბურთი სანაკრებო ფეხბურთი არის ძირითადი მაჩვენებელი და ინდიკატორი ქვეყანაში. არავინ არასოდეს არ თქვას და ვერავინ ვერასოდეს ვერ დამაჯერებს, რომ მასობრიობა განსაზღვრავს ფეხბურთის პოპულარიზაციას. მე პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე და გეუბნებით, წარმატება განსაზღვრავს ფეხბურთის პოპულარიზაციას და თანამედროვე ფეხბურთში პროფესიონალური ფეხბურთის წარმატება, ნაკრების, კლუბების, დიდი კლუბების, ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებები განსაზღვრავს ფეხბურთის პოპულარიზაციას. დრო ბევრი არ არის და კიდევ რამდენიმე თემა არის. იგივე სუპერთასის თემა დღეს იყო ინფორმაცია, რომ არ არის დასრულებული ის კონტრაქტი და რაღაცა დედლაინი არის UEFA-ს მიერ შემოთავაზებული. ამ ხრივ რა ხდება? ჩვენ საბედნიეროდ სანამ ბატონი დავით ნარმანია შევიდოდა თავის თანამდებობაზე დაიწყებდა მუშაობას, გვაქვს 13 თებერვლის პრემიერის განკარგულება, სადაც ერთ-ერთ საკითხად არის სუპერთასის მნიშვნელობაზე ლაპარაკი, რომ აქ ჩვენ გვექნება მხარდაჭერა, მინდა ამ განკარგულებაზე გასაგებია. ხო, ბატონ დავით ნარმანი, აქ არანაირი შეფერხება არ არის, იყო რამოდენიმე საკითხი, რომელმაც მოითხოვა, რომ დედლაინი იყო სიტყვით დათქმული დედლაინი. ჩვენ ხო, არა, უბრალოდ ეს ინფორმაცია გაჟღერდა და იმიტომ მადლობას ვუხდი მერიას დაწყებული ბატონი დავითიდან თავისი მოადგილეებით, სუხემთო ძალიან ოპერატიულად თანამშრომლობთ, ძალიან კონკრეტული დავალებები გვაქვს ერთმანეთისთვის, ასე ვთქვათ, მიცემული და ბუკვალურად ჩემი აზრით 2-3 დღეში ეს თემა საბოლოოდ დაიხურება, ხელშეკრულება გაფორმდება, იქ ფეხბურთის ფედერაციას თავის ვალდებულება აქვს, აეროპორტს თავის ვალდებულება აქვს, ქალაქს თავის ვალდებულება აქვს. ნამდვილად არანაირი პრობლემა არ არსებობს. არანაირი პრობლემა არ არსებობს, ნამდვილად არ დამეზარება და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ხაზი გაუსვა დღეს რაღაც გაუგებრობას ქონდა, ხო, როგორ? ხო, რაღაცა უბრალოდ ინფორმაცია გაჩნდა და ამიტომ ვიკითხე. არ ყოფილა ადამიანთან დარეკილი არ მაქვს, რომ იმ წუთშივე გაზდა გვეხმარება და რაც შეუძლია იმას. ჩვენ დრო უკვე ამოწურულია, ყველანაირად ამოწურულია და ბატონ ლევა ძალიან მოკლედ თუ შეიძლება რა. კი, რა თქმა უნდა, შევეცდები მოკლედ. არა, უნდა შეეცადოთ, იმიტომ რომ არ ხო დრო აღარ. მითხარით, გამისაზღვრეთ რამდენი დრო და 2 წუთი. ბევრია. რაც შეეხება იმ პათოს, რომელიც გუნდების მესვეურება გამოთქვეს, აქ კიდევ ერთხელ მინდა განუმარტო ყველას, რომ ეს დაპირისპირება არ არის, უბრალოდ ფეხბურთზე სიმართლე ჩვენ და საუბედუროდ არავის არ უთქვავს. ის რაც ხდება, სწორედ აი ამის ბრალია, მე ესე ვიტყოდი და ამას დავაბრალებდი ყველაფერს, იმიტომ რომ თავის სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს რა. თუ არ დაერქვა სახელი, მე ძალიან რთულია ავადმყოფზე რაღაცა სამკურნალო წამლების გამოწერა. თუ ჩვენ არ გავიგეთ რა გვჭირს, ხო? და ამის პროცესი ახლა დაწყებულია და უკვე ვიცით რაც გვჭირს, ხო? აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი იქნება მომავალში რამე სწორი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გვინდა, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა, ჩვენ გრძელვადიან
ორიენტირებული, რომელიც არის განვითარებაზე, ისეთი ფეხბურთის განვითარების პროექტი გვინდა დავდოთ. ბატონი რევაზი ამბობდა, რომ ეს არის ნაკრების წარმატებაზე არის ყველაფერი დაფუძნებულია. ვერ დავეთანხმებ. არა მხოლოდ ნაკრებზე, ნაკრებს თუ საფუძველი არ გააჩნია, ნაკრებს თუ საფუძველი არ გააჩნია, წარმოუდგენელია. ნაკრების არ მუშაობს ეგ ბატონო ლევან? ეს გახლავთ ეროვნული ჩემპიონატი, ეს გახლავთ ბავშვთა ფეხბურთი, ეს გახლავთ ის სისტემა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს, თანმიმდევრული სისტემა, რომელიც უნდა არსებობდეს ცდელთა მომზადების კუთხითაც, საჯების გადამზადების კუთხითაც და ასე შემდეგ. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. სამწუხაროდ ჩვენ 2 და 3 წლიანი პროექტი მივიღეთ თქვენგან და ეს არ არის გრძელვადიანი. მინიმუმ 10 წლიანი პროექტი უნდა იყოს ჩვენ ორიენტირებული რო ვიყოთ გამარჯვებაზე და მთავარი იდეა, რომელიც თქვენ ვერ გააჟღერეთ და რომელიც არის ის სოციალური პრობლემებია დღეს გუნდებში და წუხვარე რომ ეს ნამდვილად არის. სოციალური პროექტებია, ხელფასი უნდა გუნდად და საჭმელი არ აქვს სპორტსმენებს და ეს არის სავალალო. მაგრამ პრობლემა ამაში არ მდგომარეობს ფეხბურთის გადაწყვეტის. პრობლემა არის ფეხბურთელის აღზრდაში. იმ იდეაში, რომელიც აუცილებელია არსებობდეს ფეხბურთის განვითარებისთვის, წარმოუდგენელია სხვანაირად. ჩვენ თუ ფეხბურთელის გაზრდა არ ვიცით, არ გვინდა, წარმოუდგენელია იმ მცველის პოზიციაც, საჯის პოზიციაც და გუნდების არსებობაც კი. აი ეს არის თქვენი შეცდომა, რომ იდეაზე არ არის ორიენტირებული. და კიდევ ერთხელ, მე მინდა ყველა გუნდს უთხრა, ძალიან კარგი ხალხი ხარ და ყველას დიდ პატივს ვწევ. ყველასთან კაი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ, ნუ თუ თქვენ გაგახსენდებათ ის დრო, როცა სახელმწიფო წინააღმდეგ მოდიოდა სახელმწიფო გუნდი. ესეთი რამე იყო? აი ეს არის ჩვენი მონაპოვარი. აი ეს არის ჩვენი მონაპოვარი, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითარო. ძალიან კარგია მაინც. აქ კიდე ერთი მომენტია, რომელიც არ მინდა აღნიშნვის გარეშე აღნიშნო რა. შემოკარგებო, დღეს რაც გვჭირს, ეს არის მთავარი, რომ ფეხბურთს იმიჯი დაუბრუნოთ. ერთობლივად თუ არ დაუბრუნეთ და თუ არ იქნება ერთ თანხმედრა ამაში, აი აქეთკენ მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ყველამ გაითვალისწინოთ შემდგარი შედეგი. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბატონო დაგომთავრებინებენ უბრალოდ და ისე გაიჭრება გადაცემა რომ ვერ დავასრულებ და ძალიან თუ არ მალაპარაკეთ რა თქმა უნდა არ მოხდება და კიდე ერთი შენიშვნა კი არა შენიშვნა ალბათ ჩემ თავს უკაცრავად ემოციისთვის მაგრამ ეს ემოცია ყოველთვის თანსდევს ფეხბურთს ამიტომ კიდევ ერთხელ სწორედ მინდა ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ ამ გადაცემის მოწყობისთვის უბრალოდ ერთი რემარკა, ერთი რეპლიკა, რომ მე არ მithქვია, რომ მარტო ნაკრების წამი, მე ვთქვი, რომ ყველა ნაკრების ჩემპიონატების და ჩვენი კლუბების წარმატება და აი ეხლა აღარა მაქვს სურვილი, რომ რაღაცა პარამეტრზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ბოლოს ძალიან კონსტრუქციულად დამთავრდა და ეს არის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყველა მხარე უნდა იყოს ამ შემთხვევაში ასე და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას წარმატებას გისურვებ და იმედია ნუ მუდმივად პრობლემაზეა საუბარი და იმედია მოვა დრო შევიკრიბებით და უკვე წარმატებაზე ვისაუბრებ დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე